საომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, გთავაზობთ პირდაპირ რეპორტაჟს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენიდან, სადაც 3 წუთში დაიწყება ევროპის 1000-ის გათამაშებისა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის. რეზონანსულია ყოველთვის ამ გუნდების შეხვედრა, ასეა დღესაც. თავად ხედავთ თქვენს ეკრანზე, რომ ქვეყნის მთავარ სტადიონზე უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. სამწუხაროდ მე მთლიან პერიმეტრ სტადიონისას ჩემი საკომენტატორო ჯიხურიდან ვერ ვხედავ და ამიტომ ვერ გეტყვით რამდენია მაყურებელი, მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო და 45,000 ბილეთი გამოიტანა გასაყიდად საქართველოს რაგბის კავშირმა. ერთი სიტყვით, დღეს საინტერესო მატჩის მოწმე და მონაწილენი ვიქნებით. სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები და ასევე ჩვენი რადიო მსმენელები. თამაშსადმი დიდი ინტერესი საქართველოს რადიომ გაითვალისწინა და თავისი ორივე ეთერი FM 102.4, 100.9 გაუთმო დღევანდელ ჩვენ პირდაპირ რეპორტაჟს. ახლა კი დღევანდელ შეხვედრაში მოასპარეზე გუნდებს წარმოგიდგენთ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკვე თქვენს ეკრანზეა, მე ჩაგიკითხავთ მათ. შერკინების პირველი ხაზი 1 მიხეილ ნარიაშვილი მონპელიე საფრანგეთი. მეორე ნომრით ჯაბა ბრეგვაძე ტულუზი საფრანგეთი. 3 დავით ზირაქაშვილი კლერმონი საფრანგეთი. მეორე ხაზში მეოთხე ნომრით კოტე მიქაუტაძე ტულონი. 5 ლევან დათუნაშვილი ორიაკი. 6 ვიქტორ კოლელიშვილი ლიონი. 7 მამუკა გორგოძე მონპელიე და 8 დიმიტრი ბასილაია ედინბურგი შოტლანდია. ღერძი გიორგი ბეგაძე მე-9 ნომრით ყოჩები საქართველო, 10 ლაშა ხმალაძე ლელო საქართველო. 11 თამაზ მჭედლიძე ბურგან ბრესი საფრანგეთი. 12 მერაბ შარიქაძე მისივე თანაგუნდელი. 13 დავით კაჭარავა ენისეი რუსეთი. 14 ირაკლი მაჩხანელი გუნდის კაპიტანი არმაზი საქართველო და მერაბ კვირიკაშვილი სენ ჟუნიენი საფრანგეთი. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ზელანდიელი სპეციალისტი. მწვრთნელები ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი ირლანდია, დიდიე ბესი საფრანგეთი, მენაჯერი ვასილ აბაშიძე. აქვე გეტყვით საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა შემადგენლობასაც. ისინი ვინც დღეს უნდა ვიხილოთ: მწვანე მინდორზე ლაშა მალაღურაძე, თედო ზიბზიბაძე, ვაჟა ხუციშვილი, შალვა მამუკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჩხაიძე. ჩვენი სტუმრები რუსეთის ეროვნული ნაკრები. გამოჩნდა მათი შემადგენლობაც თქვენს ეკრანსა და ჩემს მონიტორზე. პირველი ნომრით ალექსეი ვოლკოვი, 2 ვლადისლავ კოვშუნოვი, 3 ანდრეი იგრეცოვი, 4 ალექსანდრ ვოიტოვი, გუნდის კაპიტანი, 5 კირილ კულიუმონი, 6 ანდრეი ოსტრიკოვი, 7 ანდრეი ტემნოვი, 8 ვიქტორ გრესევი, 9 ალექსანდრ იანუშკინი, 10 იური კუშნარიოვი, 11 იგორ გალინოვსკი, 12 ალექსეი მაკავეცკი, 13 დიმიტრი გერასიმოვი, 14 ანდრეი ოტროკოვი და 15 ნომრით ვასილი არტემიევი. დღევანდელი მატჩის მონაწილეები უკვე მწვანე მინდორზე არიან. გეტყვით, რომ ჩვენი სტუმრების მთავარი მწვრთნელი უელსელი სპეციალისტი კინგსლი ჯოუნსი გახლავთ.
ბატონებო, საქართველოს ეროვნული ჰიმნი. Ladies and gentlemen, the national anthem of Georgia. ამრიგად შესრულდა რუსეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები და ყველაფერი მზადაა საიმისოთ, რომ დაიწყოს დღევანდელი შეხვედრა. ტრადიციულად საქართველოს ჰიმნი ცოცხალი შესრულებით ანსამბლ ქართული ხმების სოლისტსა და ვეტერან მორაგბე გივი ჭიჭინაძესთან ერთად მღეროდნენ ქართველი ბორჯღალოსნები. გარკვევა და გარჩევა არ გაგიჭირდებათ, მე მაინც გეტყვით, რომ წითელი ფორმით თამაშობს საქართველოს ნაკრები, ხოლო მუქი ფერით ჩვენი სტუმრები რუსეთის ნაკრების მორაგბეები არიან. საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდების გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მოწმე უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას. Gmadlot. მუქი ფერის მოსასხამები ეცვათ ჩვენ სტუმრებს რუსეთის ნაკრების მორაგბეებს და ისინი ახლა უკვე თავისი ტრადიციული თეთრი ფორმით მინდორზე არიან. რადიო მსმენელებისათვის გეტყვით, რომ ხელმარჯვნივაა ჩვენი სტუმრების კარი, მარცხნივ, ანუ ჩრდილოეთის მოედნის ნახევარი მასპინძლებს ქართველ მორაგბეებს უჭირავთ. ცენტრიდან კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ სტუმრები დაიწყებენ თამაშს და დაიწყებს მათი მეათე ნომერი. კუშნარიოვმა დაარტყა და დაიწყო დღევანდელი მატჩი. მატჩის წინათქმისათვის დროს აღარ წაგართმევთ, რადგანაც ადრეც თქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ამ მატჩისადმი ინტერესი გამორჩეულად ყოველთვის მაღალია. ასე იყო ყველა წინა შეხვედრები, რომელებიც გაიმართა აქ ამ სტადიონზე, ნებათ ვაკეში მიხეილ მესხზე. ერთი რამ კი მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში უკვე დაიბევებს მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის საგზურს, ანუ ორი ტურით ადრე ჩვენ მეოთხედ მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო თასის გათამაშების დასკვნით ეტაპში. ამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს შეხვედრა, ხოლო რაც შეეხება ჩვენს სტუმრებს, აქ საქმე უფრო რთულად არის, რადგანაც ჩვენ სტუმრებს აგერ უკვე 20 წელია საქართველოს ნაკრებისათვის თამაში არ მოუგიათ. ეს ხვაშიადი ვერაფრით ვერ მოიკლეს და დღეს შეეცდებიან ამას ყველაფერს. კი ბატონო, აბურთი და ჩინებული მოედანი 0-0. ლევან ლეკვეიშვილი გახლავთ ჩვენი გადაცემის რეჟისორი, მიკროფონთან ნიაზ მამრიკიშვილი და თემურ ჯაფარიძე.
წუთი და 18 წამი გავიდა მატჩის დაწყებიდან ანგარიში არ გახსნილა. აუტი რუსი მორაგბეების სასარგებლო თუ შერკინება არა მე მგონი შერკინება იქნა მანამდე დანიშნული. იმიტომ რომ წინ გაუვარდათ ბურთი ჩვენებს არა საქმე მეანიშნა აუტისკენ. ამდენი მარჩელების მერე მივედი იმ დასკვნამდე რომ თურმე აუტი ყოფილა. აუტის მოსწოდებლად ემზადება ვლადისლავ კარშუნოვი უკაცრავად კარშუნოვი ემზადება აუტის მოსაწოდებლად. მოაწოდეს რუსებმა აუტი, ცოტა არ იყოს უხეიროთ, მოიგეს მართალია, მაგრამ უხეირო. იანუშკინს გადაუვარდა ბურთი აუტში და ამჯერად უკვე ჩვენები მოაწოდიან, ამას კერძოდ ჯაბა ბრეგვაძე გააკეთებს. ვისარგებლებ ამ პაუზით და გეტყვით, რომ საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. რაგბის კავშირის სპონსორები არიან ARMG Goldi Ludina, ტახტარი გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია TETITS Petroleum Limited, პარტნიორები კავკასიის ონლაინი, ბორჯომი TBC Cinema. მედია პარტნიორები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი, რადიოები აფხაზეთის ხმა, კომერსანტი, პალიტრა, გაზეთი ლელო. ბეგაძე ბურთით, ბეგაძე მარცხნივ გაათამაშა, ფეხით უნდა და შეეცურებინა ხმალაძეს, მაგრამ არ გამოუვიდა, რუსებმა სიკვდილს და გამოავლინეს დაცვაში და აუტი. აუტი სწრაფად შემოაგდეს რუსებმა და მარჯვენა ფლანგიდან დაიწყეს შეტევა. ანდრეი ოტროკოვი იყო, საკმაოდ კარგად იარა, გადმოვიდა აქეთ ფლანგზე და გადააწოდა მაკოვეცკიმ გადაკიდა ფეხით, თამაშ ჭედლიძეზე არა, აუტში გადავიდა ბურთი, თამაშ ჭედლიძე არ შეხებია ბურთს და აუტი იქნება ჩვენ სასარგებლოდ, ყველაფერი ეს ხდება ჩვენ ნახევარზე 10 მეტრიან ზოლთან. თამაშ ჭედლიძე იყო თქვენს ეკრანზე, რომელმაც გიორგი შკინინის ადგილი დაიკავა მე-11 ნომრით, როგორც იცით, წინა შეხვედრაში გიორგი შკინინმა საზარდული დაიზიანა, მაგრამ როგორც ექიმებმა თქვეს, საშიში არაფერია. ორი კვირის შემდეგ საქართველოს ნაკრები, როგორც თქვენ უკვე იცით, ამის შესახებ მე შეგახსენეთ, რომ ესპანეთში ეთამაშება ესპანეთის ნაკრებს, იმ მატჩისათვის შკინინი მზად იქნება, ახლა კი თამაშ ჭედლიძე მე-11 ნომრით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჯაბა ბრეგვაძემ დაიწყო სასტარტოში და რაც მთავარია, დღეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან მამუკა გორგოძე და დავით ზირაკაშვილი. წლევანდელი სეზონის პირველი მატჩი, მათი მონაწილეობით საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად თავისი სრული შემადგენლობით დახვდა ჩვენს დღევანდელ მეტოქის. კუშნაროვმა გადაკიდა ბურთი და ამასობაში ჩვენმა ჩაიგდეს ბურთი, კერძოდ ზირაკაშვილი არის გადასარევი კონტრშეტევა წამოიწყო, უახლოვდებით უკვე ჩათვის მოედანამდე აღარაფერი მეკლია და საჭაგვივარდა ბურთი. რა კონტრშეტევა იყო 60 მეტრიანი, ფანტასტიკური ფეხით წამოწყებული, გადაკიდებული თვითონვე შეყო ზირაკაშვილი და ბოლო ეპიზოდში თქვენ თვითონ ნახეთ როგორ არ გაუმართლა. დიდი მნიშვნელობა აქვს მან ბურთი როგორ ავარდება და ის მომენტი უნდა დაიჭირო. სწორედ სიჩქარეში ესე თუ ისე ეს მომენტი უკვე დროს უნდა გავატაროთ. განმეორებით ალბათ ვაჩვენებენ ამ საოცარ სოლო რეიდს ზირაკაშვილისას, აი წამოიწყობა. მიადევნეთ თვალი მარცხენა ფრთიდან, გადაიკიდა თვითონვე შეყვა ბურთს, ამას რადიო მსმენელებისთვის ასე დეტალურად თქვით, თქვენ ყველაფერს ხედავთ, ვირფასო ტელემაყურებლებო და ბოლოს ახტა ბურთი ფეხით გადაკიდებული უკვე ჩათვლის მოედანში და არ მიეცა საშუალება ჩვენ გამოცდილ მორაგბეს დაემიწებინა იგი. მე მინდოდა რომ ამ ლელოთი დაწყებულიყო დღეს მერაბ კვირიკაშვილის ბენეფისი, მაგრამ არაფერია. ამის დროც მოვა. თუმცა შეიძლება ვიხმაროთ ტერმინი გაუმართლა, აი ამ წუთში არ გაუმართლა ზუსტად ჩვენებს და გაუმართლა რუსებს, თორე იქ მოწინააღმდეგეც არავინ არ იყო, თქვენ თვითონაც გადასარევად ხედავდით, ჩათვლის მოედანი აბსოლუტურად ცარიელი იყო, მაგრამ ბურთის ასხლეთის რაკურსი იყო სხვა. კუთხე უფრო სწორად იყო სხვა და არ გაგვიმართლა ჩვენ. ამასობაში რუსებს უნდა გამოიტანოთ 22 მეტრიანიდან, უნდა გამოიტანოთ და გამოიტანეს კიდევაც, გადაიტანეს პირდაპირ აუტში, რაც მოყვება ამას, თქვენ თვითონაც გადასარევად იცით, დაინიშნა პირველი შერკინება და პირველივე შერკინებას ჩვენ დავჯარიმდით. 22 მეტრიან ხაზთან ხდებოდა ეს ყველაფერი სტუმართა ნახევარზე. დავჯარიმდით. არაფერია, მატჩის დაწყებიდან ჯერ 5 წუთი 6 წუთი ხდება, რაც დაიწყო დღევანდელი შეხვედრა, ანგარიში არ გახსნილა და ძლიერად დაარტყა იური კუშნარევმა. დამტყმელი გახლავთ სწორედ რუსთა შემადგენლობაში იური კუშნარევი. მოედანზე დარჩა ბურთი, ასევე ფეხით დარტყმული დავაბრუნეთ უკან. მატჩამდე 3 საათით ადრე წვიმა დაიწყო თბილისში, ახლა ტემპერატურა +4 გრადუსია, მაგრამ მოგეხსენებათ, მოედანი ოდნავ სველია და შეიძლება ამან
ერთგვარი კოლექტივი შეიტანოს თამაში, მაგრამ არ ამგონია მნიშვნელოვანი ისე ინგლისური თამაშია რაგბი და ზუსტად ინგლისური ამინდი დაედარა დღევანდელი მატჩის მონაწილეებს აქ ჩვენთან ბორის მაიჭაძის. სავსებით გეთანხმებით აბსოლუტურად გადასარევი ამინდია სარაგბო. ამასობაში მოხდა რა? მოხდა ის, რომ ჩვენმა მოახერხეს ლოკალიზება კონტრშეტევის მომენტს უნდა და წამოეწყოთ რუსეთს, დაინიშნა შერკინება ჩვენ სასარგებლოდ. პირველი შერკინება თქვენთანაც გახსოვთ, რომ დავჯარიმდით რატომღაც ესე დასრულდა. ეხლა ინიშნება თამაში მეორე შერკინება. ფაქტიურად არც კი მიწოლიდან გუნდები ერთმანეთს. შერკინება იქნება ჩვენი ბურთი შეაგდებს ბეგაძე. შეაგდო გიორგი ბურთი. მოვიგეთ მოვიხსენით. 22 მეტრიანში ვართ უკვე შესულები. ცოტა არ იყოს და გვიგვიანდება ბურთის გამოტანა და ისევ დავჯარიმდით. ამჯერად რაგში თამაში. ბურთს არ გაუშვით წარწეულებმა ხელი. ცოტა არ იყოს დასაწყისისთვის ბევრი გახლავთ. ნუ ყველაფერი ეს ხდება სტუმრების ნახევარზე, მათ 22 მეტრთან ხაზთან ახლოს, ასე რომ აქედან ჯარიმას საშიში არ არის, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია, რადგანაც აი ეს ტექნიკური წუნი როგორც უნდა შევძლოთ და დავიყვანოთ მინიმუმამდე, როგორმე უნდა შევძლოთ ეს ყველაფერი. შეგახსენებთ FM 102.4 100.9 საქართველოს რადიოს ორივე არქი თქვენგან გარგულებაშია და პირდაპირ რეპორტაჟი შეგიძლიათ რადიოთიც მოისმინოთ. რუსები ემზადებიან აუჩი ბურთის მოსაწოდებლად, რასთან ფირობენ ამდენი ხანი ცოტა არ იყოს და გაურკვეველია ვლადისლავ კორშუნოვია მისი გვარი ზუსტად ილია 65 შეხვედრას ატარებს იგი რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში. გამოცდილი მურაგბე გახლავთ. იური გაგარინის სახელობის სამხედრო საჰაერო აკადემიის მოთამაშეს გახლავთ მისი კლუბი. გადმოიტანეს ჩვენ ნახევარზე ბურთი, მაგრამ იქით აღმოსავლეთ ტრიბუნებთან ბურთმა დატოვა სათამაშოების პარკლები და აუტ. ნუ ჯერჯერობით გარდა იმ ეპიზოდისა, როდესაც თავისავე ნახევრიდან ჩინებული სოლო რეიდი მერაბ კვირიკაშვილისა ნახეთ, არაფერი გაკეთებულა, უпроსტად არაფერი შექმნილა მინდორს. ამასობაში კი 8 ნახევარი წუთი გავიდა თამაშის დაწყებიდან 0-0-ია გარეში და აუტი უნდა ააგდოს სტუმრმა ააგდეს კიდეც მიკაუტაძე მოიგო აუტში ბურთი ხმალაძემ შორს მოიგია და ბურთს დახვდა არტომიევსაც არაკლია გამოცდილება წამოიწყო კონტრშეტევა ფეხით გადაწყვიტა ჩვენ მოედანზე ბურთის გადატანა მოახერხა კიდევაც და აუტი ეს უკვე მიუახლოვდა ჩვენ 22-ს ესე ახლოს ჯერჯერობით რაც თამაში დაიწყო რუსები არ მოგვუახლოვდებიან ნახოთ აუტი რა თქმა უნდა ჩვენი იქნება, იმიტომ რომ არტომიევის შემდეგ დარტყმული ბურთი პირდაპირ მიწას შეეხო და გადავიდა აუტში. აი ამჯერად ჩვენ მოვაწვით. ჯაბა ბრეგვაძე ააგდებს აუტს. რუსეთის ნაკრების ძირითადი ბირთვი კრასნი იარიდან არის, კრასნოიარსკის გუნდიდან, რომელიც რუსეთის მრავალგზის ჩემპიონია. მამკა გოლგოძე გადასარევი იყო ჰაერში თამაში. უკაცრავად გაგაწყვეტინეთ აზრი. ჩვენმა მოიგეს ბურთი შეკრეს მოლი დაძრეს საცხელია გაშველი ჩვენ სასარგებლო მიიწევენ წინ ამოვიდნენ უკვე 10 მეტრიან ზოლთან მოხერხეს რუსებმა და გააჩერეს მაგრამ ჩვენები აგრძელებენ შეტევას მამუკა გორგოძე გადასარევი სოლო რეიდი ერთს მეორეს გასცა რაგში გადავიდა თამაში მარცხნივ გაიტანეს უკვე ჩვენმა ხმალაძემ თვითონ დააპირა შეტევის გაგრძელება აქ რუსები ყოჩაღად დახვდნენ მაგრამ ბუძე კონტროლს არ ვკარგავთ ისევ მარცხნივ ბუკა არის ბურთით ბუკა თვითონ შეუტია ზურგს უკან გადააწყვეტა რუსებს და რუსები გადმოვიდნენ კონტრშეტევაში კიდე კარგი რა ყოჩაღად დახვდით და ფრიზლად დახვდით და აქედან გამომდინარე დაინიშნება შერკინება წინ თამაშისათვის, რომელიც მაპატიეთ იმისათვის, რომ ხანდახან წამომწდება ზედმეტ სახელები ბერამ შარიკაძემ ყავდა მხედველობა შეიძლება მეკო წამომწდეს კვირიკაშვილზე და ასე შემდეგ და ამისთვის წინასწარ გიხდით ბოდის ამ შემთხვევაში მერაბ შარიკაძეზე იყო წინ დაფიქსირებული გადაცემა და ამის გამო აი ახლა ნახავთ თქვენ თვითონ გამეორებაზე აი ეს გადაცემა მიიჩნია ამ საჭმა წინ პასად ამასობაში უპირატესობა ჰქონდათ რუსებს იმიტომ რომ ვეღარ მოახერხეს თამაშის გაგრძელება მოხდა ის რომ რუსების სასარგებლოდ დაინიშნა შერკინება იანუშკინი შეაგდებს ბურთს შერკინებაში მოედნის ცენტრთან ზუსტად აი იქ ცენტრთან რაღაც 5 მეტრია ჩვენი მოედნის მხარეს ცენტრიდან დაინიშნა ეს შერკინება ნუ განმეორებით თხოვს ახლა მსაჯი დაიცვანის აუცილებელი წესი რაც შერკინების მოწყობას სჭირდება ანუ პირველი ხაზები უნდა შეიკრან მივადევნოთ თვალი ჯერჯერობით რუსები ყოჩაღად გადან შერკინებაში, რაც ჩემი შემდეგ უნდა შევიდნენ ისინი გასაკვირია. კონტაქტში
და მერე უნდა მიაწყვეტ. აი ახლა აქ შეგდების უფლება იანუშკინ შეაგდო მოიგეს ეს გათამაშებული ბურთი ჩვენმა სტუმრებმა და მარცხნივ დაიწყეს შეტევის ორგანიზება. მცდელობა ყოველში გერასიმოვი ბურთი ყოველ შემთხვევაში. რახში გადავიდა თამაში რუსებმა დაიტოვეს ამასობაში გრესევი ჩაერთო შეტევაში მარცხენა ფლანგი ფლიანად ამოწურეს გადავიდნენ უკვე მარჯვენა ფლანგზე მაღალი ბურთი დაკიდა კუშნეროვმა იმედია კოჩაღა დახვდება მერაბ კვირიკაშვილი დახვდა კიდევაც ფეხით მოიგერია საფიფათო დააფარეს ახლა და საფიფათო სიტუაცია შეიქმნა საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანზე სიტუაცია რომელმაც ლელო მოუტანა რუსების ნაკრებს ანგარიში გაიცნა 5-0 ეს ყველაფერი იანუშკინის ფეხით ძლიერად დარტყმული ბურთის შემდეგ მოხდა რომელსაც კვირიკაშვილი მართალია დაეუფლა თვითონაც ფეხი დაარტყა მაგრამ დააფარეს და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ აი ნახოთ განმეორებით გალინოვსკის ჩავარდნოდა საბოლოოდ ბურთი ხელში აიღო მიწვდა მას მართალია ირაკლი მაჩხანელი საქართველოს ნაკრების კაპიტანი მაგრამ ვეღარ შეძლო მისი ბოლომდე შებოჭვა და საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდა იმით რომ ანდრეი ოტროკოვმა გახსნა ანგარიში თავის შეკვეთაში ასეთ დასაწყის პირადად მე ნამდვილად არ ველოდი მაგრამ არაფერია ასაღელვებელი სტადიონის ხმა გესმით პრაქტიკულად სავსეა დღეს ჩვენი სტადიონი და ეს არის ძალიან კარგი 45,000 მაყურებელი ნამდვილად მოვიდა დღეს სტადიონზე თუ მეტი არა რეალიზაციას დაარტყავს ახლა კუშნაროვი კრასნოდარის ყუბანისა და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი დაარტყა და გაიტანა დაწინაურდნენ რუსები 7-0 წინ ჩვენი სტუმრები არიან აბა ნახოთ ახლა ცენტრიდან უნდა განვაახლოთ შეხვედრა და რა უნდა შევთავაზოთ სტუმრებს განმეორებით დაარტყა კუშნაროვმა ნახეთ ახლა თქვენ ეს ყველაფერი და ბურთმა გაიარა ძელებს შორის 7-0 წინ რუსეთის ნაკრები უნდა გითხრათ რომ რაზეც აღარ ლაპარაკობდით როდესაც თამაშის საწყის ეტაპზე მერაბ კვირიკაშვილი უტევდა და ბურთმა იმ კუთხით არ აისხლიტა მოედანმა იმ კუთხით არ აისხლიტა ბურთი ამ შემთხვევაში რუსებისთვის ძალიანაც გაამართლა რაპასი იყო იმედია ჩვენ დავეკლებით არა ესეც მიუტევებელი შეცდომა იყო და მაკოვეცკი დაეუფლა ბურთს ამასობაში რუსებმა გააგრძელეს შეტევა და ბურთი ხელში ჩაიგდო კულომინის შეტევის მერე ახლა უკვე რუსებმა გადაკიდეს მარჯვენა გრძელ ფრთაზე და კიდე კარგი აქ ბურთი ხელში ვერ ჩაიგდეს ანუ სცენარი საკმაოდ არეულია ის რასაც ველოდით ჩვენ ჯერჯერობით რადიკალურად პირიქით არის არ ველოდით ამას ნამდვილად ესეთ დასაწყისს არის რაღაც წულმანი დაულაგებელი ეპიზოდები ჩვენ თამაში და ამ წულმანებისგან შედგება მთელი თამაში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მე-15 წუთია რუსების უპირატესობას ვერანაირად ვერ უარყოფთ მართალია დერეფანში საკმაოდ ნორმალურად თამაშობთ რამოდენიმეჯერ დათუნაშვილმა მოიგო ბურთი ერთხელ მიქაუტაძემ იგდო ბურთი ხელთ შემდეგ მამუკა გორგოძემაც ამ კომპონენტში არ აგუშავს მაგრამ აი დანარჩენის რა მოგახსოვდა უკანა ეშელონში დაცვის ხაზი სინქრონულად აშკარად არ მუშაობს. ანუ თამაში მიდის იმ მოთამაშეზე, ვიზეც არის ერთ კაცზე დაკიდებული ბურთი, როდესაც მოწინააღმდეგე საკმაოდ კარგად და სწრაფად ხურავს. ამ დაკიდებულ ბურთს. და რა მოყვა ამ დაფარებას წინა ეპიზოდში თქვენ თვითონაც ნახეთ. მე-16 წუთი თამაშს ჩვენები ემზადებიან ბურთის მოსაწოდებლად, ნუაწოდეს და დათუნაშვილმა მოიგო ამჯერადაც ბურთი უკვე მე-13 თამაში მიაწვნენ მოლში ჩვენები. ჩვენივე კონტროლის ქვეშ არის ჯერჯერობით ბურთი, მაგრამ რუსები გააფრთხილებით იბრძვიან, როგორც იქნა გამოიტანეს ბურთი და ხმალაძემ შორს მოიგერია, მაგრამ მოედანზე დატოვა. ეხლა კონტრშეტევას იწყებენ რუსები და არწომიევმა გადავიტანა მარცხენა ფლანგზე გოლინოვსკიზე. გოლინოვსკიმ კიდევ უფრო მარცხნივ გადააწოდა ბურთი და კუშნეროვი ჩაერთო შეტევაში. კუშნეროვის გაგრძელება მოუნახა იანუშკევიჩთან. იანუშკევიჩი ცოტა არ იყოს და ბევრი იარა. ხაზი უნდა გაუსვა ამ ეპიზოდს, როგორც იქნა ჩვენებმა დაალაგეს დაცვაში სიტუაცია, მაგრამ ამასობაში რუსებმა მოლის გვერდზე შეუტიეს ნულოვან ზონაში და წაიწიეს რამოდენიმე მეტრი წინ. გაგრძელებაც მოუნახეს ამ შეტევას კულომინი იყო ამ ეპიზოდში. ისევ იანუშკინი
მარჯვენა ფრთაზე გადაიტანა ბურთი, მართალია გაჩერებულებმა მიიღეს რუსებმა ბურთი, მაგრამ ჩვენები აგრესიულად წინ არ ხურავენ, მიუხედავად იმისა, რომ 3-3-ზე იცავდნენ თავს. მოლის გვერდზე დარტყმა გაჭრეს რუსებმა და წაიწიეს 4-5 მეტრით. ეხლა უკვე მარცხენა ფრთაზე აგრძელებენ შეტევას და ამ შეტევას აგრძელებს მაკოვეცკი. იანუშკინი მარჯვენა ფრთა შეტევის. მორკინალები, როგორც იქნა მორკინალებიდან ერთ-ერთი კერძოდ ყულიომინი გააჭერეს ჩვენებმა. სადღაც ცენტრამდე ამოიტანეს ბურთი, მარცხენა ფრთაზე შეუტეს, ეს უკვე იქნება მე-7 მე-8 ფაზა, აქ არაზუსტი პასი და როგორც იქნა ამით დამთავრდა ყველაფერი. 8-9 ფაზიანი შეტევა რუსების საკმაოდ ინტენსიური, სწრაფად შემოაგდეს ჩვენებმა ბურთი და გაგრძელება რამ საჯებმა არ მოგცეს უფლება აუტის გათამაშების. ბევრი იწვალეს, ბევრი იშრომეს რუსებმა მართალია, მაგრამ ერთი რამაც უნდა ვთქვათ, რომ დაცვაში სწორად ვეთამაშეთ, მათ მოედნის სივრცე არ მოუგიათ აი ამ შრომის შემდეგ. ნახოთ, ყველაფერი დღევანდელ მატჩში ჩემის აზრით, თუ იმ სცენარით განვითარდა, როგორც საერთოდ ვეთამაშებით ხოლმე რუსებს, უნდა გადაწყდეს მეორე ტაიმში და უფრო სწორად 60 წუთის შემდეგ, იმიტომ რომ აი ასეთ დაწოლას ნახოთ რომელი გუნდი გაუძლებს და რამდენ ხანს. მოვიგეთავთ. დათუნაშვილი იყო ამჯერადაც საერში ის პიროვნება ვინც ბურთი მოიგო. დათუნა ზირაკაშვილმა გაიარა ერთი მეორე შეუყია. წავიწეთ რამოდენიმე მეტრი წინ საცხელია გაშვილი ჩვენ სასარგებლოდ მამუკა გორგოძე, მამუკამ დატოვა ბურთი და მოხდა რამ იმიტომ რომ ვერ გავაგრძელებთ შეტევამ საქმე დაგვიბრუნა ის ჯარიმა. დათომ საკმაოდ წვავე შეტევა წამოიწყო მოლის გვერდით. იქ უნდა მიხდნენ ელემენტარულად ესეთ შეტევა რომ გაეგრძელებინათ. შეტევის გაგრძელება კი არა, როდესაც რაკში გადავიდა ბურთი, იქიდანაც გვიან დარტყმა გადაწყვიტა კვირიკაშვილმა. ხელსაყრელი პოზიცია, აქედან ხშირად გაუტანია მას. დაახლოებით 40 მეტრია, 42 მეტრი, ასე შეიძლება ითქვას, კარამდე და მარჯვნიდან 12 მეტრი. თქვენ კი გამეორებას ხედავთ, რამდენად კარგი იყო დათო ზირაკაშვილის შეტევა. აი გაგრძელება რომ მოყოლოდა მაგას კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ სურვილები ამჯერად სურვილებადვე დარჩა. მერაბ კვირიკაშვილი ემზადება კარებში დასარტყმავად. ხასიათს გამოსაკეთებლად კი გჭირდება ანგარიში გახსნა. თორე უკვე თამაშს მე-20 წუთი წამოვა. ჩვენთან კი 0-ია გრაფაში. ავაცდილეთ პირველივე დარტყმული მიზანს, ანგარიში კვლავ 7-0-ია სტუმრების სასარგებლოდ, 19 წუთი ამოვიწურა მატჩის დაწყებიდან. აი ახლა რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც უნდა დაეწყოს, რაღაც უნდა დაალაგდეს. ნახოთ. კუშნეიროვი ბურთი, დაკიდა მაღალი ბურთი, საკმაოდ შორს, ვიტო კოლელიშვილი აიღო ბურთი, გადააწოდა მარცხნივ. მერაბ კვირიკაშვილმა დაკიდა მაღალი ბურთი და ეს უკვე საინტერესოა. საინტერესოა, იმიტომ რომ დიმიტრი ბასილაიამ მიუსწრო ამ ბურთს, ამასობაში რუსები ჩავხუროთ კიდევაც თავიანთ 22 მეტრიან ზონაში არიან, გაუვარდათ აქ ბურთი და ფეხი ძლივს მოიგერიოს. აი ესეთი პრესით შეიძლება ბურთი დარჩა მინდორზე, რაც მთავარია, შეგვიძლია კიდე წამოვიწყოთ შეტევა. რაკში გადავიდა თამაში. ეს ყველაფერი ხდება მარცხენა ფრთაზე. გამოიტანეს ბურთი. ხვალადან ფრთაზე მარცხნივ გადაიტანა თამაში, მაგრამ ამ ჭედლიძე შიშის გადაჭრა და გადასარევი კოლელიშვილი გახლავს ბურთით 22 მეტრიან ზონაში უკვე შევიდნენ ჩვენები, უახლოვდებიან ჩათვლის მოედანს, სულ რაღაც 15-20 მეტრი დაგჭა. მარჯვენა ფლანგზე გადააწოდა ხმალზე ცოტა უხერხული ბურთი დათუნა ზურაკაშვილი. აქ ზირაკაშვილია უკვე ახლოს მიზანთან, ჯერჯერობით 5 მეტრიან ხაზს მიუახლოვდით, მხოლოდ შემდეგ აიტაცა მამუკა გორგოძე ბურთი 5 მეტრიან ზონაშია, ხელი ჩვენსკენ აქვს გაშვერილი თუ ბურთი იქნება უკმიგი ჩვენ დაგვიბრუნდება და ჯერჯერობით უტევთ და ძალიან კარგადაც მაქსიმალურად იცავენ ახლა რუსები თავს. შესანიშნავი გარღვევა მეტრი რჩება მხოლოდ და მხოლოდ 1 მეტრი ჩათვლის მოედნამდე და ბოლოს რა საჯმა რატომღაც დაგვიბრუნა ჯარიმამ საჯმა. არადა ძალიან ახლოს ვიყავით მიზანთან თამაშის მე-20 წუთზე, რომ გაგვეხსნა ჩვენი ანგარიში, პირადი ანგარიში და ის პოზიცია იყო, რომ ალბათ შეგვიძლია გაგვეთანაბრებინა კიდაც. შესანიშნავი იყო, ძალიან კარგი იყო ზირაკაშვილი ამ შეტევაში, შესანიშნავი იყო გორგოძე და ყველანი ვინც მონაწილეობდნენ აი იქ
მეტრი იყო დარჩენილი 1 მეტრი ჩათვლის მოედნამდე. ახლა კვირიკაშვილი დაარტყავს ამჯერ იმასა და ანგარიში 7-3 გახდება. ჩემს გასაკვირი ის ეპიზოდი რჩება რა. აი ახლა ბოლო ფაზაში მე მომეჩვენა რომ ჩვენ კიდე შეგვიძლია გაგრძელება შეტევის და ეს უპირატესობა გასაგებია რომ საჭმა მოგვანიჭა ჯარიმის უპირატესობა რომლის გამოყენების და რეალიზების საშუალება უნდა მოეცა მოგცა კიდევ და რატო გაგვაჭერა თუ განმეორებით არ ვნახეთ ძალიან ძნელი იქნება მსჯელობა 7-3 ასეთი ანგარიში რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ 22 წუთზე კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა ჯარიმა. ანგარიში გახდა 7-3 ეს უკვე კარგია კიდევ უფრო უკეთესია ის ბოლო 60 წუთიანი ეპიზოდი რომელშიც ჩვენ ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს შეტევით ფაზაში ეს შეტევა გაგახსენებთ კიდე ჩვენი მოედნიდან დაიწყეს კონტრშეტევის სახით და სადამდე მივიდნენ თქვენ თვითონაც ნახეთ ამასობაში დაკიდებული ბურთი რუსების მიერ უკანა ხაზში როგორც იქნა ჩაიგდეს ჩვენება ხელში შეიქრა რაკი მივიდა ბურთთან უკვე გიორგი ბრეგაძე გამოიტანა უკანა ხაზში ხმალაძე მოედანში დატოვა მოედანში დატოვებულ ბურთს ჭირდება მკაფიო ჩახურვა რატომღაც ცოტა ნელა გადაადგილდებიან ჩვენები რუსებმა ვერ აიღეს მით უმეტეს ეს ბურთი და არტიომევს ხელს არავინ არ უშლიდა აბსოლუტურად უკან უხრესად დაარტყა აუტში იქვე მოედნის ცენტრთან ახლოს აღმოსავლეთ ტრიბუნებთან გადაყოფილ ბურთმეკიდის ხაზი აუტი და ის ეპიზოდი როდესაც ძალიან ახლოს ვიყავით მიზანთან მივადევნოთ თვალი სად არის ბურთი მთავარია ის დავინახოთ ბურთი აურთმევიათ ელემენტარულად ჩვენ მოწინააღმდეგეებს ჩვენთვისა და რადგანაც ჩვენი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ ამიტომ დაინიშნა ჯარიმა რომელიც ზუსტად დაარტყა კვირიკაშვილმა და ანგარიში გახდა 7-3 ეს ეპიზოდიც გავარკვიეთ და გავიგეთ თუ რა მოხდა საუბედური გამოსოფაში აუტი წავაგეთ ჩვენი მოწვეული აუტი ეს არის ცუდი რადგანაც ბურთი აქ მეტოქეს და საერთოდ რაგბიში დაუწერელი კანონია ვისაც აქ ბურთი იმისია ყოველთვის პირველი პოზიცია ირაკლი მაჩხანელი მან მიიღო ბურთი თვითონ აპირებს თეთრით დაბრუნებას მოგესალმება თავისუფალი დარტყმის საშუალება ეძლევა ახლა ირაკლის დაარტყა ირაკლი ბურთი არ გადასულა აუტში იანუშკინმა ჩაიგდო ბურთი ხელში გააგრძელა კუშნიაროვზე კუშნიაროვმა კი მაღალი ბურთი დაკიდა და რუსები აქაც მიდიან ცხინვალე იყო კვირიკაშვილი განსაკუთრებით კონცეტევა ძალიან გაგრძელება საკმაოდ აი ახლა ვნახოთ დათუნაშვილი აგრძელებს შეტევას კადესარევია მარცხენად თასოყოლელიშვილი კარგია ყოლელიშვილმა მოახერხა და თასოყოლელიძეს დაუბრუნა ბურთი თასოყოლელიძე მიიწევს წინ უკვე 22 მეტრიან ზონაში ვარ და რა მსაჯი წინ გადაგვივარდა ბურთი სასპულად ვაბრალი რამის აი ეს მომენტებია დასანანი როდესაც ესეთ მომენტებს ვერ ვიყენებთ გადასარევი 3 კონტრშეტევა გავაკეთეთ 25 წუთი არის რა და ყველაფერი რაღაცის გამო, არაზუსტი დაბოლოების გამო, ცხადია არაფერი არ. აი ეს განმეორება, როდესაც მჭედლიძეა ახლა ბურთით, მას 2 მეტოქე დაუხდა ბურთი დადო და გამოტანის საშუალება აღარ მიცეს ბეგაძეს და საჯმა ხელი იქით გაიშვირა. რა იყო დანაშაულება ვნახოთ ერთი. იგრეცოვმა მომეჩვენა აი დააკვეთით ახლა რომ გვერდზე. აქცეული იყო რომელმაც ხელით ითამაშა ბურთზე და გასაგებია ყველაფერი. ვინ იყო ვერ გეტყვით ჩვენი მოთამაშე იგი იყო დავარდნილი და არ მიცა მეტოქეს საშუალება საღებისა და ხელი დაუბრუნა ბურთი. რუსების არის შერკინება. მე მგონი თემო დრო არის რომ უკვე შერკინებას ნელა-ნელა დაჩაგვრა და ვიწყოთ დატვების. მე რა დათვია. გასაგებია რომ დაჭრილი დათვი ძნელი დასამორჩილებელია, მაგრამ დრო არის უკვე 25 წუთია თამაშის. იანუშკინი შეაგდებს ბურთს. შერკინებაში და დავიწყეთ კიდევაც დაჩაგვრა დატრიალდა ვისია შერკინება ჩვენი ეს უკვე ძალიან კარგია ამჯერად ძალიან იყო ჩაღან არიაშვილი ბრეგაძე ზირახაშვილის ტრიო ძალიან ყველაფერი ეს ხდება სტუმრების მოედნის ნახევარზე 22 მეტრიან ზონაში იქ ინიშნება შერკინება აქეთ დასავლეთ ტრიბუნებიდან დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით და ჩათვლის მოედნიდან ალბათ სადღაც იქნება 12 მეტრი
საინტერესო ეპიზოდია რუსების განლაგება დაცვაში. გრძელ ფრთაზე ნაკლები დადგნენ. ჩვენი შერკინება უნდა მოვიგოთ. ბრეგვაძე შეაგდებს ახლა მურს შეაგდო და მოკლე ფრთაზე მოვიგეთ და ვნახოთ. მე მგონი ჯარში შეეხნა რუსები არა მასილაია ხელი ჩვენსკენ აქვს ვასლაია მოეხსა შეტევა ჩვენია. აი ეს ეპიზოდი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. დათმობილი გამოაგდეს ბურთიანად. მომზადებელმა დაიწყო შეტევა. მარცხენა ფრთაზე კიდევ ერთი დარტყმა. ჯარიმა დავიბრუნა რა თქმა უნდა ჯარიმა ჩვენია ჯარიმა სწრაფად გავათამაშეთ ბერგოძე ბურთით. არა თავიდანო საჯი ამბობს იმ წერტილიდან არ დაიწყო შეტევა საიდანაც მინიშნებული ქონდა საჯმა და მოგვიწევს აუჩი გადავიტანთ ალბათ ლოგიკით ნახოთ კი აუჩი გადაგვეგვირთი მომწიფდა უკვე სიტუაცია ახლა უნდა მოვაწოდოთ აუტი იქ სადაც 5 მეტრიანი წვეტილი გადის რუსების ჩათვლის მოედნის პირის ხაზიდან მოედანში ანუ 5 მეტრის მოშორებით იქნება აუტი აუჩი ერთ მომენტს თუ ერთ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით ჩვენ საკმაოდ სტაბილურად კარგად ვთამაშობთ ეს ბოლო წლებში უკვე დაგჭირდა აი ახლა უნდა აღდგოს და მოვიგოთ გადასარევი ხელით მოიგო შეიკრნერ კარგად და მიაწვდია გულდაგულიცავს რუსეთის ნაკრები თავს წინ გადაადგილების საშუალებას ჯერჯერობით არ გვაძლევდნენ გადასარევი ფინალი იყო გადასარევი ფინალი იყო და ეპიზოდი მამუკა არა ზირაკაშვილი იყო ძალიან პროფესორი და ძალიან ზირაკაშვილი შეკვეული მოვიდა თამაში აი ეს უკვე სცენარით გათვალისწინებული ეპიზოდი იყო ფილმში ანგარიში გათანაბრდა არ გათანაბრდა 7-ია რეალიზაცია უნდა გავარტყათ ზირაკაშვილი თქვენს ეკრანზე რომელმაც აი ნახეთ და განმეორებით მივაგებოთ ახლა თვალი რა მოხდა და როგორ ზირაკაშვილს აქვს ბურთი არავის არ მისცა ძალიან სწორადაც მოიქცა იმიტომ რომ სოლივით ისჭრიდა გვერდებიდან ეხმარებოდნენ და ზირაკაშვილმა საფრანგეთის კლუბ ტოპ 14-ის კლერმონისა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გაიტანა დღევანდელ შეხვედრაში პირველი ლელო მერაბ კვირიკაშვილი რეალიზაციას დაარტყავს 29 წუთი მიმდინარეობს ანგარიში გახდა 8-7 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და მივაგებოთ თვალი ახლა ამ რეალიზაციას მოკლე გამორბენი დაარტყა კვირიკაშვილმა და ჩვენმა სტაიპერმა გაასწორა მიზანი 11-ით 10-ით მაგალითად 7 ну ძალიან კარგია თქვენა მიყივლა 10-7 ანგარიში 29 წუთი მიილია ტაიმის დაწყებიდან 10-7 წინ საქართველოს ნაკრები გახლავთ ნახოთ ესე იგი თვითონ ის ფაქტი რომ დავალაგეთ ჩვენ თამაში შეტევაში უკვე კარგია ტექნიკური წუნით თუ ნაკლები იქნება ყველაფერი წავა ისე როგორც ჩვენ და ამ სტადიონზე შეკრებილ 45,000-ზე მეტ მაყურებელს უნდა ტელემაყურებლებთან და რადიოსმენელებთან ერთად. კუშნერომ ისა მაღალი ბურთი გადაკიდა ფეხით. კარგი იყო ბასილაი ამ ეპიზოდში. მაღალი ბურთი აიღო და ესეც უნდა იყოს შემთხვევაში ისინი უნდა იღებდნენ სწორედ მაღალ ბურთებს და მერე კვირიკაშვილი იძულებული იყო. სწორი გადაწყვეტილება იყო 22 მეტრიანიდან ჭიდია ბურთი აუჩდა. გამომდინარე იმ სიტუაციიდან რომელიც ახლა ჩვენები აღმოჩნდნენ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო იმიტომ რომ არასწორი პასის მერე მით უმეტეს აი ეს ტექნიკური წუნი ეს ერთადერთი აი თვალშისაცემი ნაკლი რაც არის ჩვენი ნაკრების ხმამაღლა უნდა ვთქვათ ამაზე აი ეს არის დასახვეწი და რა თქმა უნდა ძალიან ბევრ რამეში წაგწევს წინ თუ ამას მოვაგვარებთ რუსების მოწოდებული აუტი წინ გადააგდეს ჩვენებმა და სწორედ ამის უპირატესობას ანიშნებდნენ საჯი ეს უპირატესობა დამთავრდა მომენტალურად იმიტომ რომ რუსებს კერძოდ პარკცემულ ალექსანდრო მაკოვეცკის წინ გაუვარდა ბურთი მაგრამ შერკინება მაინც მათ სასარგებლო იქნება ეს მეორე დანაშაული იყო დანაშაული პირველი ისჯება წესი ასეთია ჩვენ ვიყავით დანაშაული ჩვენ დავივარდა საჯმაც არ დააყოვნა ალექსანდრო რუისი ფრანგი არბიტრის ჯინსტემონდელ შეხვედრას ეს შერკინება კი ჩვენი 22-ის შიგნით არის 22 მეტრის ხასთან დაახლოებით ასე 5 მეტრის მოშორებით
სტუმრები შეაგდებენ. იანუშკინი შეაგდებს. ზონა შეფინება ალღო უკვე აუღო დგომს და ნელა-ნელა თავისი უპირატესობა უნდა გამოავლინოს კიდევაც დაშალა კიდეც მამუკა გორგოძე ბურთით. ბეგაძე გამოიტანს ბურთს თუ მაღალს დაკიდებს ფეხით. ფეხით დაკიდა მაღალი ბურთი ჭერტიძე მიდის ამ ბურთზე და რა დავჯარიმდით ჩვენი რაკიდან ბურთის გამოტანის დროს. რუსეთს ეძლევა საშუალება იმისი რომ დაგვეწია. იანუშკინი დაარტყოს რა თქმა უნდა. ის არის არა კუშნაროვი მოგატიეთ ის არის ბომბარდირი რუსეთის ნაკრებისა და ყველაზე მეტი გატანილი ქულა სწორედ მის ანგარიშზე ახლავთ. მით უმეტეს იმ ფონზე როგორც რუსებმა ითამაშეს წინა ტურში რუმინეთის ნაკრებთან და სასტიკად დამარცხდნენ შერწყდნენ თავიანთ მოედანზე გვეგონა რომ ესეთ ორგანიზებულ გუნდს მე პირადად მეგონა რომ ესეთ ორგანიზებულ გუნდს ვერ გადავაწყდებოდი მაგრამ ფაქტი მეორე გახლავთ რუსები მთელი 22-23 წუთია წუთის განმავლობაში საკმაოდ კარგად არიან ორგანიზებულები იციან რა უნდა მოთხოვონ საკუთარ თავს და თავის დასაქმულ გეგმას გადასარევად ასრულებენ შეგახსენებთ ანგლიის შედგენილი კინსლი ჯონსი გახლავთ უელსელი მწვრთნელი მათი განწყმა და აცდა ბურთი აცდა საქართველოს ნაკრების კარს. 10-7 ჩვენ სასარგებლოდ 33 წუთი 7 წუთი ტაიმის დამთავრებამდე ჩვენ ვიგებთ დღევანდელ შეხვედრას. ისე შეგახსენებთ როგორია საერთო ბალანსი ჩვენი და რუსეთის ნაკრებების შეხვედრისა. მე-18 მატჩია ეროვნული ნაკრებების დონეზე ჩვენ შორის რომელიც დღეს მიმდინარეობს აქ თბილისში ბორის პაიჭაძეზე 17 შეხვედრის შემდეგ 15 გვაქვს ჩვენ მოგებული, ერთადერთი მატჩი რუსეთის ნაკრებს და ერთი წფრეთაა დამთავრებული. 1993 წელს შორეულს წინა საუკუნეში პოლონეთის ქალაქ სოპოტში გადაიკეთა პირველად ამ გუნდების გზები და მაშინ მსოფლიო თასის შესარჩევი 15-9 რუსებმა მოიგეს. ეს იყო და ეს. აგერ 20 წელიწადი გადის და რუსები ჯერჯერობით თამაშს ვერ ვიგებენ. ერთადერთი პრეც 2002 წელს აქ ამ სტადიონზე ასეთი გახლავთ სტატისტიკა 44 ლევო ჩვენა გვაქვს გაკანილი 12 რუსებს დღევანდელს თუ არ ჩავთვლით იყოს 45-13 მეკოს გადაუყიდა ამასობაში კუშნეროვმა გრძელი ბურთი რუსები აღარ ცდილობენ აღარ აქვთ იმის ილუზია რომ ხელით წამოიწონ უკანა ეშელონიდან შეტევა და შორტს გადაკიდებული ბურთს დაეუფლა მერაბ კვირიკაშვილი თავისუფალი დარტყმა იქნება ეხლა მას მისი არჩევანი იქნება აუჭი დაარტყავს თუ მოედანზე დატოვებს ამ ბურთს დაარტყა და მოედანზე დატოვა რუსებს გაუვარდათ აშკარად ბურთი წინ საჯი არტყმა უნდა მიცემ შერკინება დაინიშნება შერკინება სატურნირო ცხრილსაც შეგახსენებთ იმიტომ რომ პაუზა გვაქვს 28 ქულით ერთპიროვნული ლიდერები ვერავართ ჯერჯერობით ორ ხელისუფლებიანობა იმიტომ რომ რუმინეთსაც 28 ქულა აქვს, მაგრამ ჩვენი ტრადიციული პირველი საფეხური გვიჭირავს, რუმინეთი მეორე ადგილზეა, დღევანდელ ჩვენს სტუმრებს 18 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფებიან. თეორიული შანსიც კი რუსეთის ნაკრებს პრაქტიკულად დაკარგული აქვს. იმისა რომ რუმინეთს გადაუსწროს და ანუ მან მეორე პოზიციიდან მოიპოვოს მსოფლიოს მომავალი თასის გათამაშების საგზური ერთადერთი რისი იმედიც დარჩა ჩვენ დღევანდელ სტუმრებს ეს არის რომ შემოვლითი გზით რეპეშაშით მესამე გუნდს ეძლევა ამის უფლება მოიპოვოს საგზური და 2015-ში ჩავიდეს ინგლისში ასეთ სატურნირო მდგომარეობა და წინ პასი იყო კაჭის გადააწოდა წინ შარიქაძემ იდეა გადასარევი იყო შესრულებას კარგად იყო ყველაფერი გაკეთებული ოღონდ სიზუსტე არ იყო სიზუსტე არაფერი ასეთი ეპიზოდები დღევანდელ შეხვედრაში იქნება განმეორებით ვნახოთ ახლა ეს პასი ზღვარზე იყო ახლა მე როგორ შეხედავს მოდით ესე ვთქვათ საჯი უფრო ახლოს იმყოფება ჩვენ სხვა კუთხით უყურებთ და საერთოდ არ მიყვარს ხოლმე საჯებზე საუბარი იმიტომ რომ თლირო ეს ის პროფესია რომელიც ჩემის აზრით უფრო მეტად დასაფასებელია ვიდრე სალანძღავი და საგინებარი
ამას უფრო შეფინება წარმოიშალა საერთოდ ვერ მოახერხა მისი დალაგება რამიზეს ეს თვითონ უკეთესად იცის მით უმეტეს იმაზრის გამგზელებელი ვარ მე რაც მომბრძანა მაგრამ შეფინება ისევ რუსების სასარგებლოდ არის მოედნის ცენტრთან ახლოს ხდება ეს ყველაფერი და 37 წუთით დაიწყო 10-7 წინ საქართველოს ნაკრებია შეაგდო ახლა იანუშკინმა ცუდად გამოიტანეს რუსებმა ბურთზე ცოტა აგრესიულად უნდა ჩავხუროთ ალბათ ესეთ სიტუაციაში ჩვენ ფეხით დაარტყეს ზუსტად შუაში და აქ დახვდა კვირიკაშვილი ბურთს ფეხით დააბრუნდა საკმაოდ კარგად იქ ძალიან ადგილად ჩაკიდა ბურთი და გადასარევი დატყმული სათამაშო მოედნის კიდის ხაზი გადაკვეთა და დატოვა სათამაშო მოედანი სადაც რუსეთის ნაკრების ჩათვლის მოედნის წინ გავლებული 5 მეტრიანი წვეტილი კვეთს კიდის ხაზს. ახლა აუც მოვიგებთ და ტაიმის მიწურულს მეორე ლეველს დავდებთ. გადასარევი იდეა. ასეთია ჩემი სურვილი და ჯერჯერობით ამ სურვილს ხშირად მithქვავს ესა და რეალობას არ მოვწყვეტი ვარ. ნახოთ. ისე კი იმსახურებს ის 70 მეტრიანი დარტყმული ბურთი რომელიც მერაბ-კვირიკაშვილმა დაარტყა გადააშორა რუსებს ცარიელი ადგილი მოუნახა. შინებულად დაინახა და შეასრულა. ნამდვილად იმსახურებს ესეთ დასასრულს რაც სამ-სამი დადგნენ ახლა აუტში. რუსებმა ააგდეს ბურთი ბოლო პარტია დავიჭიროთ. ბურთი მივიღებთ. არა დაიტოვეს რუსებმა თავის ხარეს. დაიტოვეს ახლა რა უნდა მოხდეს? თავარია რომ რომელიმე ბურთი უნდა მოვიგდოთ ხელს. მარცხენა ფრთაზე გაგრძელდა შეტევა ირაკლი მაჩხანელი არის შეტევაში შევედით 22 და აუტი მე მგონი გადავეთ აუტში აუტია რაგბის კავშირის სპონსორები არიან ARMG Gold, ლუდი ნატახტარი, გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კომპანია, ტედის პეტროლიუმ ლიმიტედი, პარტნიორები კავკასიის ონლაინი, ბორჯომი, TBC, სინემა, მედია პარტნიორები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არხი, რადიოები აფხაზეთის ხმა კომერსანტი, პალიტრა გაზეთი ლელო. აუტი დააბრუნა მსაჯმა იმიტომ რომ არ მიცა უფლება რომ ჩქარა შემოეგდო, ჩქარა რომ გაეგრძელებინათ, მე მგონი ხეირს ვერაფერს ნახავდნენ რუსები. და მსაჯმა დააბრუნა, არა მე არ ვიძახი იმას რომ მაგითო დააბრუნა, უბრალოდ მიანიშნა ისე იმ წერტილზე, სადაც გადავიდა აუტი. აუტს მოსაწოდებლად ემზადება პაიცემული კარშუნოვი. არც რუსებს უჭერთ რამე, ვოიტოვი განსაკუთრებით მათი გუნდის კაპიტანი ნომერი 4 საკმაოდ ყოჩაღობს აუტში. ეხლა ვიზე აღდებენ 4 კაციანი აუტი დააყენა, ეს კი დააყენა 4 კაციანი აუტი და გულოვინმა მოიგო ეს აუტი, დაეუფლნენ ბურთს. ნახოთ რა გაგრძელებას მოუძებნიან, გამოიტანა იანუშკინმა. ფეხით დაკიდა, მაგრამ ბურთი ჩვენ ჩაგვივარდა, ახლა ბურთს ჩვენ ვაკონტროლებთ, ეს ყველაფერი რუსების ნახევარზე ხდება, მაგრამ ვაკონტროლებთ. წინ გადავარდა ბურთი, აბსოლუტურად მართალი იყო. ერთ-ერთ ჩვენ მოთამაშეს თუ ვარდები მერაბ-კვირიკაშვილს მოხდა მხარში ბურთი და მე გადავიდა ბურთი წინ. კუშნარევმა აუჩდა ამასობაში და ჩვენ ნახევარზე გადმოიტანა. 39 წუთი და 20 წამი. ჩვენი წამზომით 40 წამი რჩება, მაგრამ საჭი აუცილებლად დაამატებს ამას კიდე რამდენიმე წუთს 10-7 ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ, ჩვენსავე ნახევარზე არის აუტი. და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამ დარჩენილ წამებსა თუ წუთში. რუსები ატყვიან აუტს. ეს ცოტა არასასიამოვნოა, მაგრამ ნახოთ. კორშუნოვი ააგდებს. ხედავთ. კორშუნოვის აგდებული ბურთი კოლიოვინმა ისევ მოიგო. გააგრძელეს შეტევა, შუაწელში დაგვარტყეს. უახლოვდებიან ჩვენ 22 მეტრიან ხაზს. ამდენად უკვე ჩვენი არის ბურთი, გამოუვარდათ რუსებს რაკიდან ბურთი, წამოვიწყეთ კონტრშეტევა. გიორგი ბეგაძე მივიდა ბურთთან, გამოიტანა უკანა ეშელონში, მერაბ-კვირიკაშვილმა მარცხენა ფრთაზე დაუკიდა ბურთი, იქ რუსების მეტი კაცშვილი არ არის. და დარჩა ისევ იანუშკინს. და იანუშკინმა ფეხითვე დააბრუნა ეს ყველაფერი. ვერც მან მოახერხა ბურთის გადატანა კიდის ხაზით, კვირიკაშვილმა დაარტყა ახლა აუტში. დრო ჩვენ ტაიმერზე, ანუ თქვენს ეკრანზე ხელმარცხნივ ზემოთ წამზომი უკვე გაწითლდა, რაც იმის ნიშანია, რომ პირველი ტაიმისათვის განკუთვნილი დროა მოიწურა, მაგრამ ამას მხოლოდ და მხოლოდ მსაჯი გადაწყვეტს. გაიცემული რუისი, რომელიც ფართო კადრით გახლავთ ახლა თქვენს ეკრანებზე.
ფაქტიურად იგივე სიტუაცია არის, რაც 2 წუთი წინ იყო, როდესაც რუსებმა ჯარიმით მოიგერიეს ბურთი და მოიგეს გარკვეული ტერიტორია, ნაუც მაშინაც თვითონ და ეხლაც თვითონ აკდია. კარგია, უნდა აღნიშნოთ კირილ კულიონინი დერეფანში თამაშის დროს. აგრეს რუსებმა აუტი, ისევ მოიგეს, ორი ხელით მაღალ ნახტომში და ისევ შემოგვიტიეს. ისევ წაუწდათ ბურთი ფეხი. კი, მაგრამ დაკარგეს მიწაზე ბურთი, ჩვენ მხარეს არის, ჩვენ ისევ ფეხით დავარტყით და გადავაბარეთ ბურთი, არ ვიცი რატო, მაგრამ ფაქტია რომ 100-ია. ატომებმა წამოეწყო კონტრშეტევა თვითონ ხელით. და მოიგო კიდევაც რამოდენიმე მეტრი. იანუშკოვი მივიდა ბურთთან, მარჯვენა ფლანგზე გადააწოდა. მაღალი ბურთი არა, მოკლე გადაცემა გააკეთა. ორა გარისკა ახლა კვირიკაში. ხოჩახ. ჩოგბურთის ენაზე ქვია რაღაც ტერმინი მაგდატყმას. საჭმაც მისცა სასწრაფო ნიშნად იმისა, რომ პირველი ტაიმი დამთავრდა იგი 10-7 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. მორაგბეები შეისვენებენ, მათთან ერთად ჩვენც დავისვენოთ 10 წუთი და შემდეგ ვნახოთ მატჩის მეორე ტაიმის პირდაპირ რეპორტაჟი. ვაგრძელებთ პირდაპირ რეპორტაჟს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან, სადაც წუთი-წუთზე დაიწყება მატჩის მეორე ტაიმი. საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრებს მასპინძლობს ევროპის 1000-ის გათამაშებისა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 10-7-ია საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. მე გეტყვით მათ, ვინც დაიგვიანა ჩვენს რეპორტაჟზე, რომ ანგარიში გახსნეს ჩვენმა სტუმრებმა. პირველი ლელო მათ გაიტანეს, კერძოდ კი მათმა მე-14 ნომერმა ანდრეი ოტროკოვმა, ხოლო შემდეგ რეალიზაცია გამოიყენა იური კუშნარიოვმა და 7-0 დაწინაურდნენ. ამას მოყვა მერაბ კვირიკაშვილის ზუსტად დარტყმული ჯარიმა და შესანიშნავი ლელო დავით ზირაქაშვილისა და იმავე კვირიკაშვილის რეალიზაცია. აი ასე მოაგროვეს გუნდებმა ქულები პირველ ნახევარში დღევანდელი თამაშისა. გეტყვით იმასაც, რომ მატჩი დაიწყო წუთიერი დუმილით. სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი და მატჩის მონაწილეები საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდების თხოვნით წუთიერი დუმილით მათ პატივი მიაგეს უკრაინაში ყოველდროინდელი მოვლენების დროს დაღუპულთა სოვნას და აქვე საქართველოს რაგბის კავშირი მწუხარებით მიუძღება, რომ გარდაიცვალა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ზაზა ბანიშვილი. აი ეს წუთიერი დუმილი, რომელიც მატჩის დაწყების წინ იყო აქ ჩვენთან ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენას. ახალ კადრში ხედავთ პირველი ტაიმის იმ მომენტებს, რომელიც ყველაზე საინტერესო იყო და ამასობაში აი ზირაქაშვილის პირველი ლელო დღევანდელ შეხვედრაშიც. ბოლომდე ვერ ნახეთ ეს ლელო, მაგრამ ეს არაფერია, მოედანზე შემოვიდა საქართველოს ნაკრებიც. როგორც შეგვიდა ჩვენი რეჟისორი ლევან ლეკვეიშვილი ამ ლელოს აუცილებლად უაჩვენებს, გადავხედოთ ძალითვალით შემადგენლობას, ცვლილება მე მგონი რომ არ უნდა იყოს და მე სწრაფად ჩაგიკითხავთ ადრინდელ თამაშის ფრაგმენტებს, გუნდების შემადგენლობას. 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბადვალი, 3 დავით ზირაქაშვილი, 4 კოტე მიქაუტაძე, 5 ლევან დათუნაშვილი, 6 ვიტო კოლელიშვილი, 7 მამუკა გორგოძე, 8 დიმიტრი ბასილაია, 9 გიორგი ბეგაძე, 10 ლაშა ხმალაძე, 11 თამაშ ჭედლიძე, 12 მერაბ შარიქაძე, 13 დავით კაჭარავა, 14 ირაკლი მაჩხანელი გუნდის კაპიტანი, 15 მერაბ კვირიკაშვილი, ცენტრიდან დავიწყეთ შეხვედრა გუნდის მთავარი მწვრთნელი ზელანდიელი სპეციალისტი მილტონ ჰეიგი. აქვე სასწრაფად გეტყვით თადარიგს, ლაშა მალაღურაძე, თედო ზიბზიბაძე, ვაჟა ხუციშვილი, შალვა მამუკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჩხაიძე. მატჩის არბიტრი ფრანგი ალექსანდრ რუის.
მაღალი გადაკიდებული ბურთი მერაბ კვირიკაშვილის რუსების მოედანზე, რუსებმა ჩაიგდეს ბურთი ხელთ, ისინივე აკონტროლებენ, რაკში გრძელდება თამაში რუსების მიერ. მათვე გადმოკიდეს მაღალი ბურთი, კერძოდ იანუშკინმა გადმოკიდა მაღალი ბურთი და ბურთი ხელში ჩაიგდო ბასილაი. ამ ბასილაიმ გადასარევი კონტრშეტევა წამოიწყო. გაჭრა ერთი გაიარა მეორე ешელონი. უახლოვდება 22 მეტრიან ზოლს. განათო გამოიტანს ბეგაძე გამოიტანეს სასწრაფოდ ბურთი ხმალაძის ფთაზე გადაწყვეტილი ბურთი. გრძელდება შეტევა, მაგრამ აქ უკვე დავამოხრუჭე. თამაშჩედიძე იყო ბოლო ფაზაში, რომელიც მოახერხეს რუსებმა და გადაიყვანეს აუტში. საკმაოდ წვავე ეპიზოდი იყო. ესეთი რამოდენიმე იყო პირველ ტაიმში უნდა გითხრათ 3-4. აქ დაჯანებდნენ რუსები? არა, ამ აუტი არის მათი და ისინი მხოლოდ თათბირობენ შორს რო იყვნენ დერეფნიდან. ვიფიქრე არაფერი ესაქმებოდათ, მაგრამ თათბირობენ თუ ვიზია აგდო. ტრანსლაციის სპონსორია ნატახტარი. ცოტა გაუგზავნათ რუსებს ამ აუტში სამზადისი. კორშუნოვი ააგდო ბურთი და ამჯერად აახუნეს ყველას და ყველა მოვიგეთ ჩვენ და ძალიან კარგი შეტევა წვივიდეთ და როგორც იქნა მეორე ლელო დღევანდელ შეხვედრაში უხეიროდ ითამაშეს აუტში პირდაპირ თქვა ჩვენმა სტუმრებმა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბურთს დაუფლებოდა ჯერ ჯაბაბრეგაძე, შემდეგ კი ვიტო კოლელიშვილს ჩაუვარდა ბურთი ხელში და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ანგარიშში კიდევ უფრო დავწინაურდით 15-7 და რეალიზაცია უნდა დავარტყოთ. აი ვნახოთ განმეორებით. ააგდეს ბურთზე ელემენტარულად ხელი აუწდა ახლა კულიომინს ბურთი ჩაუვარდა ბრეგვაძეს და შესანიშნავი შეტევა და კოლელიშვილს იზღადარჩენოდა, რომ ბურთი შეეტანა რუსეთის ნაკრების ჩათვლის მოედანზე და დაემიწებინა. აუცილებლად უნდა აღნიშნო ის ინტუიცია, რომელიც მათ არ უღალა და კოლელიშვილს და რომელიც მიყვა ამ შეტევას. ძალიან კარგი იყო ამ ეპიზოდში ვიტო კოლელიშვილი და ანგარიში დავწინაურდით უკვე რამდენი გოლით ახლა დაველოდოთ რეალიზაციას და ერთიანად მოგახსენებთ. კი, 15-7 ამ წუთისათვის და რეალიზაციაც ზუსტად დაარტყა კვირიკაშვილმა 17-7. 10 გოლით გავედით წინ. ამას ველოდი თამაშის დაწყებიდანვე და ვიცოდი, რომ სწორედ ჩვენი სცენარით წარიმართებოდა დღევანდელი შეხვედრა. ნახოთ მეორე ტაიმიც, რომელიც ჩემის აზრით კიდევ უფრო საინტერესო უნდა გამოდგეს. კადრში მინისტრი გახლავთ სპორტის საქართველოში ორდღიან ვიზიტად იმყოფება და დღევანდელ შეხვედრას ესწრება. კადრში ხედავთ სწორედ ახლა თქვენ რაგბის საერთაშორისო საბჭოს IRB-ის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასი. მის გვერდით იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი. მე მინდა გითხრათ ისიც, რომ მაღალი სტუმარი გუშინ მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს ნაკრები დღეისთვის მეშვიდე გუნდია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რაგბი თქვენს ქვეყანაში სწორი გზით ვითარდება. საერთაშორისო საბჭოში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ გაისად მსოფლიო დასის დამთავრების შემდეგ ევროპაში შეიცვალოს გათამაშების ფორმატები, რაც თქვენი ქვეყნის ნაკრებსა და კლუბებს მისცემს უფრო ფართო არეალს. განაცხადა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ბერნარ ლაპასი, რომელიც დღეს სტადიონზეა და ამ შეხვედრას ადევნებს თვალს. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე. აქვე პაუზაა და იმასაც შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა და 2014 წლებში დაფინანსება საქართველოს რაგბის კავშირს 3-ჯერ გაუზარდა, ანუ 33.5 მილიონი ლარი იქნება. ამასობაში დავაფიქსიროთ ჩვენ ის, რომ სტუმართა გუნდში მოხდა ცვლილება. სტანისლავ სელსკი გამოგზავნდა მოედანზე ვლადიმერ კარშუნოვის მაგივრად. კარშუნოვი 2 ნომერი ხუკერი გახლდათ და შესაბამისად ხუკერი სელსკიც ხუკერი გახლდათ და ის გამოვიდა მოედანზე. მე ისე სწრაფად შეგეკითხავთ რუსეთის ნაკრების შემადგენლობას, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრები გაგაცანითა და აღარ მომეცა საშუალება ისე განვითარდა მოედანზე მოვლენები, რომელიც ჩვენ და სასიხარულოდ ლელოთი დამთავრდა.
ვასილი არტემიუ 15-14 ანდრეი ოტროკოვი 13 დიმიტრი გერასიმოვი 12 ალექსეი მაკოვეცკი 11 იგორ გალინოვსკი 10 იური კუშნარიოვი 9 ალექსანდრ იანუშკინი 1 ალექსეი ვოლკოვი მეორე ნომრით კორშნოვი იყო რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ სტანისლავ სელსკიმ შეცვალა მე-16 ნომრით აიგი მოედანზე ანდრეი იგრეცოვი 3 ალექსანდრ ვოიტოვი გუნდის კაპიტანი 4 5 კირილ კულიომინი 6 ანდრეი ოსტრიკოვი 7 ანდრეი ტემნოვი 8 ვიქტორ გრესევი კინგსლი ჯოუნსი უელსელი სპეციალისტი თავარი მწვრთნელი ჩვენი სტუმრებისა რუსეთის ნაკრების 47 წუთი 17-7 ასეთი 7-იანების აკომპანემენტით გრძელდება დღევანდელი შეხვედრა თბილისში ბორის პაიჭაძეზე გეტყვით რომ მოღრუბლულია ამინდი მოედანი ოდნავ სველია ადგილ-ადგილ ამოვითხრა კიდეც ტემპერატურა თამაშის დაწყების წინ +5 გრადუსი იყო შეიძლება ახლა უფრო ნაკლებიც არის ყველაფერს გაცილებით უკეთესია ვიდრე პირველი მაჩის დროს რომელიც ბელგიასთან -5 იყო მინიმუმ ტემპერატურა ამ ჭალაში და იმ თოვლ ჭყაფში რაღაცა საშინელ ამინჩი მაინც შეძლეს ქართველებმა თავისი სასტარტო მატჩის მოგება წლევანდელი გათამაშებისა რადგანაც ეს სიტყვა მოიტანა დავამთავრეთ ჩემ აზრს მანამდე კი გეტყვით რომ საქართველოს რაგბის სპონსორები არიან AMG Gold Udi ნატახტარი გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია ტედის პეტროლიუმ ლიმიტედი პარტნიორები კავკასიის ონლაინი ბორჯომი TBC სინემა მედია პარტნიორების საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არხი რადიოები აფხაზეთის ხმა კომერსანტი პალეტრა გაზეთი ლევო ბოლოკაძე მოიგეს რუსებმა აუტოეს ყოველთვის ძალიან სახიფათოა და ძალიან კარგია შემტევი გუნდისათვის ათამაშის და 22 მეტრიან ზონაში შემოვიდნენ უკვე მეორე დარტყმა შემდეგ გაგრძელება მესამე დარტყმა მარცხენა ფრთაზე გრძელდება რუსების შეტევა როგორც ეთყობა მათვე დაიტოვეს ბურთი კი იანუშკევიჩი ახლა ემზადება უკვე გრძელ ფრთაზე უკვე მარჯვენა ფრთაზე რაღაცა ამოწლიანად ამოწურეს მარცხენა ფრთა აქეთ გაგრძელებას მეხუთე მეექვსე ფაზაზე გადავიდა უკვე რუსების შეტევა ჩვენები იცავენ თავს 22 მეტრიან ზონიდან ამ დაცვის სქემით მოახერხეს და გამოიყოლეს უკანა ხაზში გადააწყვეტეს რუსებმა ბურთი და ამჯერად უკვე მაკოვეცკი გახდა ბურთით იანუშკევიჩი მარცხენა ფრთაზე შემოვიდნენ და ნელა-ნელა გვიახლოვდებიან უკვე ჯერჯერობით წყობრად იცავენ ჩვენები თავს ეგრეთ წოდებულ ჩარეკვით სქემას ანვითარებენ დაცვისას ამჯერად გადასარევი იყო დათუნაშვილის კონტაქტი რომელმაც ის კი მოახერხა ბურთი გააგდებინა რუსებს და კონტრშეტევის წამოწყება დავიწყეთ ცოტა გვიან გამოდის ჩვენი ბურთები მოლიდან და რაკიდან ცოტა გვიან გადაიტანეს უკანა ეშელონში და მერაკვირიკაშვილმა მაღალი ბურთი აწია რუსების უკანა ხაზში მოგითხრათ რომ გადასარევა და აქ რუსებს აქ საქმეო არ ვიქნები მართალი მაგრამ ამჯერად დაიჭირეს ეს ბურთი და მაღალივე ბურთით ვასილ არტემიევმა გვიპასუხა ეხლა მერაკვირიკაშვილი უკვე მარცხენა ფრთაზე უტყავს აპურს მონახე цаრიელი წერტილი მაგრამ ამ цаრიელი წერტილიდან დასხმული ბურთი იანუშკინს ჩაუვარდა ბურთი ხელში და დაარტყა მოგითხრათ ერაფერს ვერ რუსებისთვის აქტერი სამინისტრო გახლავთ ბატონო თავდაცვის სამინისტრო თავისი მინისტრით მოადგილით გენშტაბის წარმომადგენლით და ასე შემდეგ ძალიან სასიამოვნოა სასიამოვნოა რა თქმა უნდა ის რომ დღევანდელ მატჩს ესწრება როგორც აღმასრულებელი ასევე საგანმანათლებლო ორგანოს წარმომადგენლები აუტი შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ყოფილი მორაგბე გახლავთ არ გაუცდენია მას არა მარტო სანაკრებო თამაშები შიგა ჩემპიონატის როდესაც ეძება საშუალება იმ მაჩებსაც ესწრება აუტი ჩვენ სასარგებლოდ საკმაოდ კარგ პოზიციაში ჯაბა ბრეგვაძე ააგდებს ახლა აუტს ეს ყველაფერი ხდება რუსების ნახევარზე სადღაც მათ 22 მეტრის ხაზთან ხაზსა და 10 მეტრიან წყვილს შორის მოვიგებ ბურთი. კარგად, მაგალითად, ლიკაუტაძემ მოიგო, გორგოძემ შეუტია. რაკში გადავიდა თამაში. ისევ დაგვიგვიან და ბურთის გამოტანა. მოკლე დარტყმა ვიტო კოლელიშვილი. მე მოყვა დიმიტრი ბასილაიას კონტაქტი. წინა წავწოლ ვარ, მაგრამ ბურთზე კონტროლი არ დაგკარგია. ბეგაძემ მარჯვენა ფრთაზე გადაიტანა თამაში. ხმალაძე. კაჭარავა. კარგად შეუტია კაჭარავა, ბურთს ვაკონტროლოთ მიწაზე. ბეგაძემ ფეხი დაარტყა ამჯერად და ბურთი დარჩა სტუმრებს ფეხით ვერ დააბრუნეს დაარტყეს აუჩი იქით აღმოსავლეთ ტრიბუნებთან FM 102 და 4 109
ორივე არხი საქართველოს რადიომ დღეს დაუთმო აი ამ საინტერესო და მნიშვნელოვან მატჩს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც და როგორც გითხარით, საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან დღევანდელ შეხვედრას. ეს კი რა თქმა უნდა ძალიან კარგია. და კიდევ ერთხელ ლაპასე მის გვერდით ჩვენი სპორტის მინისტრი ლევან ლაპასე საპატიო სტუმარი აიარბის პრეზიდენტი რაგბის საერთაშორისო საბჭოს პირველი პირი. ჯაბა ბრეგაძე, ბურთი. საინტერესო ვიზია აქვს, სწორედ ამ კომბინაციას ათანხმებენ. პირველ ტაიმში გაგახსენებთ, რომ დათუნაშვილი, ლევან დათუნაშვილი ძალიან კარგი იყო. ამჯერად მამუკა გორგოძეზე იქნა აგდებული ბურთი. მოიგეს ჩვენება ბურთი, შეუტიეს და ძალიანაც კარგად დათუნა ზირახაშვილი არის ბურთთან. იმედია ჩვენ კონტროლის ქვეშ არის. ისევ ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებთ, ახლა გამოტანა ამისი სწრაფად საჭირო კიდევ ერთი დარტყმა ბასილაიასი, წავიწიეთ წინ და მივიწიეთ უფრო ახლოს ჩაკოს ხასით ეს ყველაფერი თქვენ ძალიან კარგად ნახეთ და ფეხზე ამდგარი სავსე სტადიონი ოვაციებით ხდება მესამე გატანილ ლევოს მამუკა გორგოძე უდავოდ ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებისა და არა მარტო ჩვენი გუნდისა. დიახ, მეორე ტაიმი წავას ჩვენი სცენარით და რა თქმა უნდა ჩვენ დღეს მოვიგებთ ამ შეხვედრას. ყოველ შემთხვევაში მე განწყობა ასეთი მაქვს, სურვილიც ასეთი მაქვს, სწორედ აი ამ ყვაწვილებმა ჩემი სურვილი რეალურად უნდა აქციონ. 22-7 განმეორებით ნახოთ ეს ყველაფერი. დიმა ბასილაია შესანიშნავი დარტყმა დატოვა ბურთი და ეკა აღომარო ყალა და ამოიღო ეს ბურთი და მოძრაობა ტანით მარცხნივ გააკეთა. ეს კი საკმარისი იყო, რომ ღრიჭო გაჩენილიყო, სადაც ის ბურთიანად გადაწვა და დაამიწა ბურთი. მერაბ კვირიკაშვილი თქვენს ეკრანზე რეალიზაციის დასარტყმელად ემზადება. ანგარიში ნელა-ნელა იზრდება, ჩვენი ნერვების ნელა-ნელა მშვიდდება, უბრალოდ დადებითი ემოციებით ივსება. 7 თავიდანვე მშვიდად ვიყავი, ენიას მინდა გითხრა. მერაბ კვირიკაშვილი საფრანგეთის შენ ჟუნიონის ფედერალ 2-ის კლუბის მცველი და საქართველოს ნაკრების მცველი თქვენს ეკრანზე 30 წლის, რომელიც თავის 75 შეხვედრას ატარებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ცენტრიდან განაახლეს შეხვედრა სტუმრებმა დაარტყეს ჩვენ 22-ში და ფეხითვე დავაბრუნეთ უკან. სწრაფად შემოაგდოს აუტი, არტემიევმა შემოაგდო და ახლა ისევ ფეხით დაკიდებული ძალიან მაღალი ბურთი ვინ დაასწრებს. კვირიკაშვილი ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩვენ დაგჭა, ოღონდ იქ საჭმა მისცა ნიშანი ნიშნად იმისა, რომ რა მოხდა. წინ გადაგვევა. ბურთი ჩვენი ხელიდან წავიდა წინ და დაინიშნა შერკინება. დავით ზირაქაშვილია ბურთით ხელში, სვილი ხედით თქვენს ეკრანზე, კლერმონისა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 43 შეხვედრას ატარებს დღევანდელ მატჩში. მინდა გითხრათ, რომ ირაკლი მაჩხანელს საიუბილეო 70-ე მატჩი აქვს დღესა და მე-60 ლევან დათუნაშვილს. სხვა შორის ირაკლი მაჩხანელი გუნდის კაპიტანის გახლავთ ჩვენი გუნდის ცნობილი ფაქტია. შერკინებისთვის ემზადებიან ორივე გუნდები. მოგეხსენებათ, რომ სამფაზიანი შერკინება არის, საქმე რატომღაც არ მიცაუბრება იმისი, რომ ჩასულიყვნენ ალბათ შორს იდგნენ პირველი ხაზელები ერთმანეთთან. ალბათ. სტადიონი ახმაურდა ეგრეთ წოდებულმა არგენტინულმა ტალღამ ჩამოუარა, ამასობაში მოხდა ის, რომ შერკინებაში ჩვენ დავჯარდით. სიმართლეც გაგმოგვეს. კარგს დაარტყა, ნახე რუსები დავიჯერა ამას აზრი აქვს. კი, თქვენ წარმოიდგინეთ 11 1-ი კუშნერობა კარისკენ გაიშურა ხოლმე.
გამომდინარე ანგარიშთან 24-7 ეხლა რა მნიშვნელობა აქვს მისთვის კარებში დარტყმას მე ვერ გეტყვით შვიდქულიანი უპირატესობა თუ უნდა რომ უпростоროდ ჩვენი უპირატესობა თუ უნდა რომ შვიდქული უნდა დაიყვანოს რაც მათ ერთ პრემიალურ ფულას მიცემს ჯერ თამაში წინ არის წინ ვეჭვობ მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის წინ ასე იოლად არაფერი მოხდება თუ კი ამ ეს იდეა აქვს თავში მაშინ მით უმეტეს აუჩი უნდა დაერტყა და იქიდან უნდა ეცადათ ლელოს გატო ну ნახოთ რა იქნება როგორ იქნება თავი ფაქტია რომ იური კუშნერი ემზადება ჯარების დასაწყნელად თუ ეს ჩანაფიქრი აქვს რუსეთს ეს იმას ნიშნავს რომ მათ უნდათ დღევანდელი შეხვედრა წააგონ 8-ზე ნაკლები გულითა და ეს ერთი პრემიალური ანუ სანუგეშო უნდა იქნება მათთვის გაიტანა ბისმილლა გაიტანა 24-10 ასეთი ანგარიში 47 წუთზე წინ საქართველოს ნაკრები გახლავთ და ჩვენ ნაკრებში 16, 17, 18 ნომრებით მთელი პირველი ხაზი იცვლება აბსოლუტურად ასე მოედანზე შემოდის გიორგი ჩხაიძეც 20 ნომრად ნამდვილად აპლოდისმენტების ღირსია პირველი ხაზი ვინ-ვინ ჩვენი გუნდის თამაში პირველ ხაზს მიყავდა ფაქტიურად პირველ ტაიმში არ ამგონია რომ იმ ნაწილმა ლევან ეგრეთ წოდებული ლეონსიო ცნობილი სარაგბო სამყაროში ლევან საბაძე გახდა კადრში ქართული რაგბის დიდი ნამდვილად ვარსკვლავი იყო ქართულ რაგბის რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ნაკრებში თავისი მოღვაწეობის დროს იმაში რომ საქართველოს ნაკრებმა პირველად 2003 წელს მოიპოვა უფლება ეთამაშა მსოფლიო თასის დასკვნით ეტაპზე ეს კი 2003 წელს გახლდათ მას შემდეგ რაც 2002 წელს აქ ეროვნულ სტადიონზე ჩვენ დავამარცხეთ რუსეთის ნაკრებით 17-13 კარგად მახსოვს ის მატჩიც ეს იყო პირველი ჩვენი უდიდესი წარმატება როდესაც აქ რუსეთის ნაკრებს მოუგეთა და გავედით მსოფლიო თასის გათამაშების დასკვნით ეტაპზე ავსტრალიაში საქართველოს ნაკრები იმ 20 გუნდთა შორის აღმოჩნდა რომელიც მსოფლიო თასისათვის იბრძოდა მანამდეც და იმ შეხვედრაშიც დიდი იყო ლევან საბაძის დამსახურება მოედანზე შემოვიდნენ ამასობაში 16 ნომრად გეტყვით რომ შალვა მამუკაშვილი ზურაბ ჟვანია და ლევან ჩილაჩავა შესაბამისად 16-17-18 და 8 ნომრად გიორგი ჩხაიძე ესე რომ დიმიტრი ბასილაიამაც დატოვა მოედანი ალბათ გიორგი ჩხაიძე დაიკავებს შერკინების შემკროლის ადგილს პირველი ხაზი კი ცხადია ვისაც შეცვლიდა ესე იგი მიხეილ ნარიაშვილი ჯაბა ბრეგვაძე დავით ზირაქაშვილი გავიდნენ მოედნიდან და დიმიტრი ბასილაია პირველი მეორე მესამე და მერვე ნომრები ჩვენი თავდამსხმელები მათ ნაცვლად 16 შალვა მამუკაშვილი 17 ზურაბ ჟვანია 18 ლევან ჩილაჩავა და 20 გიორგი ჩხაიძე ილია ეს ეკრანზე შერკინების მოსაწყობად ამზადებს ორივე გუნდებს მსაჯი ცოტა გაგრძელდა ეს პროცესი გაგრძელდა და გეტყვით რომ შალვა მამუკაშვილი საქართველოს არმიის მორაგბე გახლავთ ზურაბ ჟვანია სტად ფრანსეზი საფრანგეთი ტოპ 14 ლევან ჩილაჩავა ტულონი ასევე ტოპ 14-ში მოასპარეზე გუნდია ხოლო გიორგი ჩხაიძე ტარბი ანუ ფრანგული ლეგიონი პირველ ხაზსა და შემკროლად გიორგი ჩხაიძე აქვე ისიც მინდა გითხრათ რომ რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 2 ლეგიონერი ყავთ სეილ შარქსის მოთამაშეები კირილ კულომინი და ანდრეი ოსტრიკოვი დანარჩენები ყველანი რუსეთის ჩემპიონატში მონაწილე გუნდის წევრები არიან საინტერესო გაგრძელება ქონდა ეხლა ჩაფიქრებული კვირიკაშვილს მოკლე გადაკიდებით უნდა შეტევის გაგრძელება რუსეთმა ბურთი ვერ გამოიტანეს და ამასობაში კოდ შეტევა დაიწყეს უკვე ჩვენებმა მე-14 ნომერი ირაკლი ბაჭყანელი იყო შიგნით შეაცურა ბურთი მაგრამ აუცის ხაზზე დაობიჯებია მანამდე ბურთი რაც იმას ნიშნავს რომ აუც რუსები შემოადგენენ თორე კოდ შეტევა ძალიან საინტერესო იყო რამოდენიმე კოდ შეტევა იყო პირველ ტაიმში თვალწინოსახოდრი მათ შორის ერთი მერაბ კვირიკაშვილის მიერ დააწყებული და 60-65 მეტრიანი რეიდი რომელშიც ელემენტარულად არ გაუმართლა ეხლა ეს ეპიზოდი გახლავთ რომელზეც გესაუბრებოდით ირაკლი მანამდე დაადგა ბურთს ეს ხაზფეხი სანამდე ბურთს დაარტყავდა 24-10 წინ საქართველოს ნაკრებია და აუტ
რისი თქმა მინდოდა იმ აზრის განვითარება მინდოდა რომ გაგრძელება ვერ მოუნახეს ის კარგი გასაგებია რომ ბურთი მიწამ არ აისხდა ბურთი იმ კუთხით რომ ლელოთი დაგვესრულებინა იქ ყველაფერი ბრწყინვალედ იყო გაკეთებული ელემენტარულად არ გაგვიმართლა მაგრამ მე დანარჩენ ეპიზოდებში კი უფრო მეტი მხარდაჭერა არის საჭირო იქ მახსოვს რამოდენიმე ეპიზოდი 3-4 მაგრამ მხარდაჭერა არ იყო და ამის გამო ამ შეტევას გადაგვირგვინება აღარ ერგო ააგდეს რუსებმა აუტი გააგდეს ბურთი ხელიდან გაუვარდა წინ ჩვენი არის ბურთი დაინიშნება შერკინებაში ჩვენები შეაგდებენ ბურთს ნუ ეს არის მესამე ტური ევროპის ერთათასის გათამაშებისა და მსოფლიო თასის დასკვნით ეტაპზე მოსაპოვებელი საგზურისათვის შესარჩევი მატჩი დღესვე რუმინეთის ნაკრები კლუშში მასპინძლობს ესპანეთის ნაკრებს ქალაქ კლუშშია ეს თამაში დანიშნული და იგი ჩვენ მატჩამდე ნახევარსაათით ადრე დაიწყო ხოლო დღესვე ითამაშებენ ბელგია და პორტუგალია აუტსაიდერები ბრიუსელში 18 საათზე თბილისის დრო გითხარით. ნუ ჩვენ გვაინტერესებს აქტუალურია რუმინეთსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრის შედეგი, რადგანაც სწორედ ჩვენი შემდეგი მეფე ესპანეთის ნაკრებია, ხოლო ბოლო მატჩს ბოლო შესარჩევს მსოფლიო თასის გათამაშებისა თბილისში ვითამაშებ 15 მარტს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ და სწორედ აი ამ მატჩში უნდა გაირკვეს პირველ ადგილზე გასული გუნდი. დღეს მე იმედი მაქვს რომ ორი ტურით ადრე გავინაღდებთ მსოფლიო თასის გათამაშების საგზურს. ეს არის მიზანი ჩვენი ნაკრების ამ ეტაპზე, მაგრამ მთავარი მიზანია რუმინეთის ნაკრების დამარცხება 15 მარტს და შესარჩევ ციკლში პირველ საფეხურზე დავამთავროთ წლევანდელი გათამაშება, რადგანაც მოვხვდეთ გი შესარჩევ ჯგუფში მსოფლიო თასზე 2015 წელს ინგლისში. ნახოთ მნიშვნელობა ნამდვილად ძალიან დიდი აქვს რომელ ჯგუფში მოვხვდებით იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავიკავებთ 2 წლის ჯამში პირველ ადგილს მოვხვდებით ახალზელანდიის არგენტინის და ტონგას კამპანიაში C ჯგუფში და D ჯგუფში კი საფრანგეთის ირლანდიის იტალიის და კანადასთან ერთად კომპანიაში მოვხვდება ევროპის მეორე გუნდი რუსები ემზადებიან აუტი და ბურთის შემოსაგდებად. ააგდეს ბურთი, მოიგეს კიდევაც. გამოიტანეს უკანა ხაზში ბურთი აქ კუშნიაროვს. კუშნიაროვმა მაღალი ბურთი დაკიდა. კვირიკაშვილი. ახლა თამაში მომეჩვენა. საერთოდ არ მოეჩვენა ესე და რატომღაც წინ თამაში ჩაგვითვალა ჩვენ და რუსები არიან შეტევაში. კერძოდ ინოკენტის ზიკავის შემოსულა ამასობაში მოედანზე. კიდე კარგი რომ ტრავმის გარეშე დამთავრდა ეს ეპიზოდი, იმიტომ საკმაოდ მაღალ ვახტომში იყო ახლა კვირიკაშვილი შებოჭა. არ ვიცი რომელი იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს და გადავრჩით ტრავმას რაც მთავარია. მათ მე-15 ნომერი არტემიელი. ამასობაში ანტონ რიაბოვიც გამოჩნდა რუსების შემადგენლობაში 21 ნომერით. ხოლო თუ ვინ შეცვალეს, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით. საქართველოს ნაკრებიც ამზადებს შეცვლას 22 და მე-19 ნომერი. თედო ზიბზიბაძე გამოგზავნდება 22 ნომრით და მე-19 ნომრად გიორგი ნემსაძე. ანუ ერთ შეცვლა იქნება მეორე ხაზში, მეორე შეცვლა კი იქნება ალბათ ერთ-ერთ თაზე უნდა ვივარაუდოთ. საერთოდ თედო ზიბზიბაძე უნიკალური მორაგბე გახლავთ, უთამაშია 12, 13, 11 და 14 ნომრად. ანუ უკანა ხაზში უთამაშია ფაქტიურად ყველა. კვირიკაშვილმა აუჩი გადაიტანა ბურთი და შეცვლები განხორციელდება ალბათ ამ ტურში. დავაკონკრეტებთ მას შემდეგ, როდესაც მოხდება ეს სრულიად. ცხადია, რომ ესენის შემოდიან ეს მოთამაშეები ჩვენს მიერ ჩამოთვლილი. თედო ზიბზიბაძე მარჯვენა ფრთაზე დათუნა გაჭერავა შეცვალა, რაც შეეხება ლევან დათუნაშვილს, იგი დატოვებს მოედანს და მის მაგივრად გიორგი ნემსაძე გამოვიდა მოედანზე. ლევან დათუნაშვილი მე-5 ნომრით თამაშობდა და გაჭერავა მე-13 ნომრით. ჩვენების არის ბურთი, ცენტრში შეუტიეთ. ჩქარა თუ გამოვიტანთ ბურთს აქ შეგვეძლო, არა, მამუკა მიქვია აიტაცა ბურთი და შეტევის გაგრძელება მოინდომა. აქ რუსებმა იყო ჩაღეს. თავისკენ გადააგორეს ბურთი, უფრო სწორედ ჩვენ გაგვივარდა მსაჯის ნიშნიდან გამომდინარე
და რუსები წამოვიდნენ ხელით თამაშს დაგვიწყეს რუსებმა ამდენად გათამამდნენ. პაվել ბუტენკა იყო ბურთით. მაგრამ საჭმა რა განვითარება ვეღარ პოვა რუსების ამ კონტრშეტევამ მიანიშნა შერკინებისკენ რუსების სასარგებლოდ. წეღან ამ განახლებულმა პირველმა ხაზმა შეგახსენებთ რომ კუდი თქვა ასროლინა რუსების შერკინებას. ამასობაში 66 წუთი მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრისა 24-10 ანგარიში ტელემაყურებელი ამას კარგად ხედავს თავის ეკრანზე, მაგრამ მე რადიო სიმღერებს მინდა რომ შევახსენო საქართველოს ნაკრები აი ასეთი ანგარიშით ამარცხებს რუსეთის ნაკრებს. მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გამოიყენა 6 შეცვლა და საცადარიგო სკამზე დარჩა ლაშა მალაყურაძე და ვაჟა ხუციშვილი, რომელიც არ არის გამორიცხული, ასევე ვიხილოთ დღეს აქ ეროვნული სტადიონის მწვანე მინდორზე. დინამო არენა ქვია ოფიციალურად ამ სტადიონს. ცოტარეგოს გაგრძელდა შერკინების დაყენება ემზადებიან მისთვის. აქვე არ შემიძლია სიამოვნებით კიდევ ერთხელ არ შეგახსენოთ ეს ინფორმაცია მინდა რომ მე გავაჟღერო რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა 2014-16 წლებისათვის და დაფინანსება 40 მილიონი ლარი გახლავთ. ჩინებული პერსპექტივა კიდევ უფრო დასარევი გაგრძელება კინა გამონახა. მამუკა გორგოძემ დაიჭირა ბურთი და უკვე ჩათვლის მოედა არა ჩათვლის მოედათან ვარ შეიძლება კარგი გაგრძელება მოყოლოდა ყველაფერ ამას მარჯვენა ფრთაზე ვითარდება შეტევა კი უახლოვდები ჩათვლის მოედანს და დასასრული წინვალია. უკაცრავად რომ ჩაგეჭერით თემო ეთერში, მაგრამ ისე გამწოვდა სიტუაცია, რომ უნებლიე თავი ვერ შევიკავე. ხო, მე ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდე უკაცრავად ჩვენს ტელემაყურებლებსა და რადიო მსმენელებს, რომ ამის გამეორებით ნახვა ახლა ტელემაყურებლებსაც შეუძლია უკვე. რამდენჯერ უნდა დავდოთ რომ ერთხელ მაინც ჩაგვითვალოთ საჯმა ეგ არის საინტერესო. ერთი დავძით მარჯვენა ფლანგზე, ერთხელ დავდოთ მარცხენა ფლანგზე. და რასანიშნავს გვერდით? ნახოთ განმეორებით. აუცანიშნავს გვერდით საჯე? როგორც ეთქობა აუტი. როგორც შანს არა პირით ხას იქით დაიდო ბურთი, არამედ გვერდით ხას აქით. აუტი უნდა ააგდონ ჩვენმა სტუმრებმა. ვერ მოვიწყდა. მაგრამ ვერც რუსებმა მოახერხეს მის ეწმინდად გამოტანა და საჯი ანიშნებს რას ჯარიმას. ცოტა გასაკვირია ახლა მან როგორ მოახერხეთ ჯარიმის მიღება. მე მგონი ყველაფერი ნაირად ცდილობდნენ ჩვენები რომ ჯარიმა არ მიეღოთ აქ. ცხადია სტაც და არის, მაგრამ ნუ საჯმა რა მონახა იქ არ ვიცი. მარტივად აუტში გადაიტანეს ისევ ბურთი სტუმრებმა. ჩვენ უნდა მოვაწოდოთ აუტი 22 მეტრის ხასთან ახლოს, სადღაც 5-6 მეტრის მოშორებით უნდა ავაგდოთ. აუტი ძალიან კარგი პლაცდარმია შეტევისათვის, მაგრამ ჯერ აუტში ბურთი უნდა მოვაწოდოთ. ეს არის პირველი პირი. მამუკაშვილი ამზადება აუდინა ბურთის მოსაწოდებლად. გიორგი ჩხაიძე ყავს მოედანზე, შეგახსენებთ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხტომელი არის ჩვენს გუნდში, ამასობაში მოხდა ისულებაც, რომელსაც წინასწარ მეტყოლებდით ემო, ნახევარდაცვის ხაზში გამოვიდა მოედანზე ვაჟა ხუციშვილი, გიორგი ბეგაძის მაგივრად. დარჩა ერთადერთი შეცვლა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ჩვენმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა, ეს არის ლაშა მალაურაძე თადარიგში. ნახოთ, აქ შეიძლება საინტერესოდ განვითარდეს ახლა მოვლენები. მე ვივარაუდე, რომ 60 წუთი რო გავა მერე უნდა მოხდეს მეთქი რაღაცეები ნახოთ. ხმალაძე 71 წუთი მიმდინარეობს. კლასიკურად ვერ მოვიგეთ აუტი, ხუციშვილი გაიტანა მარჯვენა ფრთაზე.
საჭმა დააფიქსირა ჩვენ სასარგებლო ჯარიმა, მაგრამ სანამ ჯარიმა მიმდინარეობს ამასობაში ნემსაძე იყო ძალიან კარგი შვენიერი გაგრძელება მოუნახე ჩვენება უახლოვდებით მეტოქის ჩათვლის მოედან სულაგად 3-4 მეტრში ვარ საჩხელია გაშვილი ჩვენ სასარგებლოდ, მაგრამ ჩვენსაც არ ვიშლით. ბუკა იყო ამ ეპიზოდში ბურთით შუაში ცადა გაჭრის მოწყობა, ამასობაში ეს შეტევა მოიგერიეს რუსებმა და ფრთაზე განავითარეს შეტევა, ზურგს უკან გადაცემული პასი და ამას რა გაეშველება, ამას ვერანაირად ვერ გააჩერებდა ახლა საჯი. და ვინ თედო ზიბზიბაძე და თედო ზიბზიბაძე და კითხარით 60 წუთი გავა და მე მოხდება მეთქი რაღაცეები. 29 ამ წუთისათვის თამაშ დამთავრებამდე მთელი 10 წუთი რჩება. 10 წუთი რჩება 29-10-ია და რეალიზაციაც უნდა დავარხათ. სავსე სტადიონი დიდი ხანია არ მინახია ამგენი მაყურებელი აქ ჩვენთან ბორის პაიჭაძეზე და რა სასიამოვნოა რომ მიუხედავად ცუდი ამინდისა ასე ვთქვათ ერთგული მაყურებელი ამან ვერ შეაშინა და სავსეა სტადიონის ტრიბუნები. დიახ მე არ ვიცი ახლა როგორ დაარწავს რეალიზაციას კვირიკაშვილი მაგრამ დაველოდები და შემდეგ გეტყვით. საფოლოო ხوارამერია კიდე ერთი ლელო და ჩვენ უკვე პრემიალური ქულის მოპოვებას მოვახერხებთ. და სულაც არ იქნება ურიგო. აი რუსების პრემიის კი რა მოგახსენეთ? ოცნება თვე დარჩება. გამორბენი დარტყმა არა 10. 29-10 აი ასეთი ამ წუთისათვის ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობს დღევანდელ შეხვედრაზე რაგბის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე, რომელიც იგი იმყოფება აქ სტადიონზე საპატიო სტუმართა ლოჟაში. ალბათ პრესკონფერენციაზე ამას შევიტყობთ, თუ არა ხვალ პრესაში მაინც ამოვიკითხავთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩამოხვიდე იქ, სადაც ელოდები შენ განვითარებული სარაგბო სტრუქტურის, კარგად მოთამაშე მორაგბეების, კარგად აწყობილი იმ სამუშაოსი, რომელმაც საქართველოს ნაკრები აქამდე მიიყვანა ნახვასა და დაგხვდეს სტადიონზე შეკრებილი 50,000 გულშემატკივარი. შვანიამ გამოიტანა მოლი და ბურთი და ცოტა უჩვეულო რომ გადაწყვეტილება მიიღო. მართალია პირველ ხაზელია და გადასარევად უტევდა. ფეხით გააგრძელა შეტევა. ეს ჩვენი კაპიტანია მაჩხანელი. ბუკა იყო შარიკაძე, ხმალაძე. ფეხით გადააწოდა ფრთაზე ბურთი. ცოტა მეტი მოუვიდა და აუჩი გადავიდა ბურთი. თორე ფრთთან ამდვილად დანახული იყო გადასარევად სიტუაცია. ხო, ჟვანიას გაგრძელება ცოტა არ იყოს და გამაკვირვა. მაგრამ არა უშავს, ესეთ თამაში შეგიძლია უფლება მიცე შენ თავს. თუმცა ისეთ სიჩქარე ქონდა აკრეფილი რომ მე მგონი კონტაქტზე წასვლა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა. სერგეი სუგრუბოვი მე-22 ნომრით გამოჩნდა რუსების ნაკრების შემადგენლობაში. ტრანსლაციის სპონსორი ნატახტარია შემახსევრეთ. ანგარიშ ცხადია რჩება ამ წუთისათვის იზევის რაც იყო მანამდე 29-10 შემოაგდეს რუსებმა აუტი, მოიგეს. ცოტა დააგვიანეს გამოტანა და იმდენი იქნეს რომ მე მგონი გაგრძელებაც ვერ მოუნახეს, არა მოუნახეს და არწმუნებმა რატომღაც შუაში დაარტყა, აქ ჩვენმა შეაჩერეს იგი და მაღალი დაკიდებული ბურთი. ყველაზე პატარა ხუციშვილი ისtildeობდა ეხლა ბურთის დაუფლებას. ისევ ფეხით მოიგერიეს რუსებმა ბურთი. ირაკლი მაჩხანელი. არა, მაპატიეთ ლაშა მალაღურაძე იყო ახლა შემოსული მოედანზე. შორს მოიგერია ბურთი. აქ შეიძლებოდა ბრძოლა, რუსებმა მოკლე გადაკიდება მოახდინეს. აი ახლა კი გადასარევი კონშეტევა შეიძლება წამოიწყოს ვაჟახუციშვილმა. წამოიწყოს კი არა, წამოიწყო კიდევაც და გაგრძელებას როგორც მოუნახავენ ჩვენები, თუ დროზე გამოვიტანოთ აქედან ბურთი. რაღაც საინტერესო შეიძლება რომ შევქმნათ. არა, საჭმა ანიშნა რომ ჩვენ დავჯარდით მოლში. რა ეპიზოდში სიმართლე გითხრათ გამოვრჩა.
აჩვენებს რომ თურმე ჟვანია და ჯანმრთელობა ამ ეპიზოდში ჩქარა გათამაშება უნდა რუსებს, მაგრამ უკაცრავად საერთოდ ისევ დააბრუნა თავის საწყის პოზიციაზე. ერთი ლელო კიდე გვინდა და ამისთვის 5 წუთზე მეტი გვაქვს დრო. პოტენციალი კიდე უფრო მეტი. და ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ გარდაისახება რეალობაში. ჩვენურად ძლიერად და ეხლა კუშნეროვმა ბურთი 1.45 60 მეტრი ნამდვილად მოიგო. თანასწორობაში მივიღებთ იმას, რომ აუტის ხასთან საკმაოდ ახლო იყო, ესეთი დარტყმა შეიძლება გადასარევათად ჩავთვალოთ. ცოტა ზოზინით მეჩვენება, რომ რუსები მე არ რაღაც ხوارეცვალად ხარი და 20 წლითაც ისინი აგებენ, ჩვენები კი არა. ელემენტარულად დაიღალა რუსეთის ნაკრები. თუ მათ წინა ორ თამაშს მე სტატისტიკა ვნახე, თამაშები არ მინახეთ, მას გადავავლეთ. პირველივე მატჩი ესპანეთის ნაკრებთან 60 წუთი თამაშეს რუსებმა ანგარიში. წინ იყვნენ და ბოლო 20 წუთში ესპანელებს დრო არ ეყოთ რომ მოვეგოთ რუსებისათვის. აი ასე წარიმართა მათი შეხვედრა და იგივე მოხდა წინა ტურში რუმინეთის ნაკრებთან, სადაც რუმინეთის ნაკრებმა პირწმინდად მოსრა რუსეთის ნაკრები და იგის თავისი 22 მეტრიდანაც კი არ გამოუშვა მთელი ტაიმის განმავლობაში. ასე რომ დაიღალა დღევანდელი ჩვენი სტუმარი და სწორედ აი ახლა გვინდა კიდე ერთი ძალის მოკრეფა, ერთი ლელო და ასეთ მაჟორულ ნოტზე დამთავრება დღევანდელი შეხვედრისა. რუსო გვაქვს რუსებმა ისე მოახერხეს რამოდენიმე სერიის გადაბმა, მაგრამ სიმართლე გითხრათ წინ ვერ წაიწეს. რიაბოვმა გამოიტანა ბურთი ფრთაზე დააწოდეს რუსებმა მარცხენა ფრთაზე, იქ უნდათ შეტევა განეცოთ. მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, ეს ვერ მოახერხეს. შემდეგი მოლი, რაკი და ისევ წინ მივიწევთ ჩვენ. რუსები იღებენ უკან და უკან. ბუკა შარიკაძე იყო ბურთი, რომელმაც იგდო უკანა ეშელონში იქნა გადაწოდებული ბურთი, გადასარევად ითამაშა ამასობაში მალაღურაძემ. აი ახლა თედო ზიბზიბაძეა, გაჭრა, ხაზი, ჩქარათი მიმეხმარებით იქ შეგვიძლია რომ ბურთი გამოვიტანოთ, საერთოდ აბსოლუტურად კორექტულად დააფიქსირა ის, რომ გვერდიდან შესულმა რუსმა სადა მოლში თამაშის დროს ჩართვა და დაჯარიმდნენ რუსები. აი ახლა ფას ისხავს ის იდეები, რომელიც თქვენ წარმოთქვით რამოდენიმე წუთის წინ. ნახოთ. ხმალაძე გადაიტანს აუჩი ცხადია ბურთს, ამას კარებში არავინ არ დაარტყავს. ბოლოს და ბოლოს ამ ხელა აუდიტორიას პატივი უნდაცა. და ესეც იქცევა ზუსტად. დაარტყალაშამ გადასარევი პლაცდარმი შექმნა შესატევად. გადასარევი ჩაფლის მოედნიდან სადღაც 10 მეტრში, 8-10 მეტრში ჩვენები მოაწვდიან აუტს. ეს განმეორებით ნახეთ ეპიზოდი, რომელსაც მოყვა ჯარიმა და შემდეგ აუტი. რაგბის კავშირის სპონსორები არიან ARMG Gold, ლუდი ნატახტარი, გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კომპანია, კორპორაცია TEDx Petroleum Limited, პარტნიორები კავკასიის ონლაინი, ბორჯომი TBC Cinema. მედია პარტნიორები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, რადიოები აფხაზეთის ხმა, კომერსანტი, პალიტრა, გაზეთი ლელო. ახლა აუტი უნდა მამუკაშვილი ავაგდოთ. ჩაიძე გადასარევი იყო აუჩი, შეკვეს მოლი ჩვენებმა. თუ დავძრავთ ამ მოლს, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ შეიძლება დავძრათ, დავძარეთ კიდევაც. აუტისკენ მივდივართ, ხარი უნდა უსვალოთ შიგნით. უცვალეთ კიდევაც. ისევ ჩვენები აკონტროლებენ ბურთს. რაკში გადავიდა თამაში. ეხლა უკვე ხუთშვილი შეეცდება, არა, ჯერჯერობით მორკინალები არიან ისევ შეტევაში. მიკაუტაძე კოტე იყო ბურთთან. ბურთს ჩვენ ვაკონტროლებთ, რაც ხუთშვილი. მთავარია. მონახაველი შევიდა ამ ხელში. დაიტოვეს ჩვენებმა ბურთი. ხმალაძემ გამოიტანა ბურთი მორკინალებზე, ჩხაიძე ცენტრისკენ გადაინაცვლა მთლიანად დარტყმის ცენტრმა. ხმალაძემ ისე მარჯვენებთან მონახა შესატევა და აქ ცოტა არ იყოს და უხეირო პასის გამო ჩვენ შეტევა ვერ განმოვიტარეთ, მაგრამ საჭმარა გადაწყვეტილება მიიღო. დაჯარიმდნენ თამაშგარ მდგომარეობაში მყოფი რუსები და ჩაფლის მოედნიდან ისევ 12-14 მეტრში ჩვენ გვეძლევა საშუალება გაგრძელება მოუნახოთ შეტევას. ჩვენ ლელო გვინდა. წვლილი საკმარისია. ლელო გჭირდება პრემიალური გულისათვის. შეგახსენებთ 4 და მეტი ლელოთი მოგებული მატჩი, კიდევ ერთ პრემიალურ გულას იძლევა. ანუ 4 მოგებული თამაშისათვის +1.
თამაშის დამთავრებამდე რჩება სულ რამოდენიმე წუთი, მაქსიმუმ 2-3. ბურთი გადავიტანეთ აუჩი და ეხლა იგივე იდეის ბრტაშესხმას შევეცდებით, რაც ვერ მოახერხეთ წეღან. მამუკაშვილი. ამდენად აგდებული ბურთი ისე ჩხაიძე მოიგო, შევკარით მოლი. დავსავართ მიზანთან. ჯარიმა არ საქმე გაიჩორა ჩვენების სასარგებლოდ ხელი. ჩათვის მოედანთან ფაქტიურად მეტრში ვარ. ისევ ჩვენი კონტროლის ქვეშ არის ბურთი. ცოტა დაგვიგვიან და გამოტანა, მაგრამ მოლში გადასატანად ემზადებიან ჩვენები. ისევ ჯარიმა, ისევ ჩვენ სასარგებლოდ და აუჩი გადასატანად გვეყოფა თუ არა, დრო ვერ გეტყვი. დრო გვეყოფა, იმიტომ რომ არ დამთავრდება ასე ზუსტად ეს შეხვედრა ჩვენი წამზომით, რადგანაც მსაჯი აკონტროლებს დროს, ის ერთადერთია, ვისაც უნდა დაუჯეროთ და ვემდოთ. დროის კონტროლში. შერკინება? როგორც ეთქობა შერკინება ავირჩიეთ. შერკინებაში ძალიან სერიოზული უპირატესობა გვაქვს. მეორე ტაიმში. ეს რა ეპიზოდია, ვერც კი მივატებინე თვალი მოედნისკენ მქონდა. ეს იყო ვიტო კოლელიშვილი, რომელიც ეუბნებოდა მე ბურთს მიწაზე არ ვინახავ, არამედ გაძლევთ, გაიტანეთ, რადგანაც იცოდა, რომ ჩვენ მქონდა უკვე მანამდე ჯარიმა. ნახოთ, მე ვერ ვხედავდი, შეიძლება განმეორებით აღარ შემახსენათ, მაგრამ რეჟისორმა რომ იყო ლელო, თავს ვერ დავდებ ვერაფერზე. ხუციშვილი, კიდევ ერთხელ განმეორებით ნახავთ გამოჩნდება, იმიტომ რომ ეს სად იყო გამონაკოჩი. მივაწექით, მოვიგეთ. ჯერ ეს ნახოთ ყველაფერი რასაც დავიეთ რუსები რეალური ლელო. დაიძრა შერკინება. აი ახლა მეტრნახევარი საათ დარჩენილა, მაგრამ ჩავთვის მოედნამდე და რა თქმა უნდა ტექნიკური ლელო, რომელიც საჭმელად მიანიშნა ცენტრისკენ, იმიტომ რომ რუსებმა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ზედიზედ დაარღვეს უკვე. ზღვარი აყოს, ზღვარი ყველაფერს. ეს გადასარევად ალექსანდრ რუისმა, რომელმაც ცენტრში მიანიშნა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ტექნიკურ ლელოს. ეს ნიშნავს 34-10 პირველ რიგში. ანუ მეორე რიგში პრემიალურ ქულას, ანუ დღევანდელი მატჩის ნადავლი იქნება სულ ჯამში 5 ქულა და ეს ნიშნავს კიდე იმას, რომ რეალიზაციის შემთხვევაში კიდევ 36-მდე გაიზრდება ანგარიში. ერთ საინტერესო სტატისტიკას მივაგენი, ახლა თვალს ვადევნები, თუ ამეყოფა დრო საჰმისოთ რომ გითხრათ, მაგრამ აღარ მეყოფა, რადგანაც კვირიკაშვილმა დაარტყა, გაიტანა 36-10 და საჯმაც მისცა სასტვენი ნიშნად იმისა, რომ ევროპის 1000-ის გათამაშების კალენდარული მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე დამთავრდა იგი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 36-10. დიახ, დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გაინაღდა 2015 წლის მსოფლიო თასის დასკვნით ეტაპზე ასპარეზობის უფლება. მან 2 ტურით ადრე მოიპოვა ეს უფლება, დარჩენილი აქვს კიდევ 2 შეხვედრა, საიმისოდ რომ ევროპის 1000, რომელიც ჩვენია, ჩვენთანვე დარჩეს. უახლოეს შეხვედრას 2 კვირის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩაატარებს ესპანეთში, მადრიდში ესპანეთის ნაკრებთან, ხოლო მთავარი მატჩი წლევანდელი სეზონისა იქნება უკვე 15 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და ის შეხვედრა ისევე როგორც დღევანდელი მატჩი 15 მარტს დაიწყება საღამოს 5 საათზე. თავს ნებას მივცემ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების, ჩვენი ტელემაყურებლებისა და რადიო მსმენელების სახელით მიულოცოთ დღევანდელი გამარჯვება საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს. ფეხზე ამდგარი სტადიონი ოვაციებით აჯილდოვებენ ქართველ მორაგბეებს, რომლებმაც დღეს უკვე ზედიზედ მე-13-ად დაამარცხეს რუსეთის ნაკრები და ის ხაშიადი, რაც რუსეთს აწვალებს, ისევ აღუსრულებელი დარჩათ ჩვენ სტუმრებს. არაფერია, მომდევნო სეზონში, მომდევნო წლებში სადღაცას შორს ისინიც ისწავლიან იმ თამაშს, რომელიც გამოადგებათ საიმისოდ, რომ დაამარცხონ საქართველოს ეროვნული ნაკრები. რა თქმა უნდა, დაღლილები, მაგრამ
უაღრესად ბედნიერები საქართველოს მორაგბეები ახლა მიემართებიან აღმოსავლეთის ტრიბუნებისაკენ, რადგანაც ყველა გულშემატკივარს გადაუხადონ მადლობა. მე კიდევ ტრადიციულად გეტყვით, დღევანდელი გამარჯვება გამოწედეს მერაბ კვირიკაშვილმა, თამაზ მჭედლიძემ, დავით კაჭარავამ, მერაბ შარიქაძემ, ირაკლი მაჩხანელმა, გუნდის კაპიტანი ლაშა ხმალაძემ, გიორგი ბეგაძემ, მიხეილ ნარიაშვილმა, ჯაბა ბრეგვაძემ, დავით ზირაქაშვილმა, ოტე მიქაუტაძემ, ლევან დათულაშვილმა, ვიტო კოლელიშვილმა, მამუკა გორგოძემ, დიმიტრი ბასილაიამ, თედოსი ბზიბაძემ, ვაჟა ხუციშვილმა, ლაშა ბალაღურაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ, ლევან ჩილაჩავამ, გიორგი ნემსაძემ, გიორგი ჩხაიძემ და ჩვენმა თავარმა მკვლელმა მილტონ ჰეიდმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართველ მორაგბეებს ამ სიხარულისათვის, ამ თავდადებისათვის, ამ ჟინისათვის, რომელიც მათ არადროს არ აკლიათ და დღევანდელი უაღრესად რეზონანსული მატჩის მოგებისათვის. დიახ, ჩვენ მცირე რიცხოვანი ერი ვართ და ასეთი გამარჯვება ერთი კონკრეტული შეხვედრის შედეგს დიდად სცილდება და იგი უფრო სხვა რეზონანსს იძენს. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდა, ვინც გვისმენდა და გამორჩეულად მათ, ვინც სტადიონზე მოვიდა. სავსე ტრიბუნები, უდიდესი სიხარული და ჰიმნი, რომელიც ჩვენმა სასიქადულო პოეტმა და მისმა ვაჟმა ჯანსუღ ჩარკვიანმა და მამუკა ჩარკვიანმა ამ 15 წლის წინ სწორედ მორაგბეებს მიუძღვნეს. იგი სრულდება ახლა და როდის წერდა ჩვენი პოეტი, ძლივს ამოდის მთვარე გათელი, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთახვედრია. მადლობ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.